დღეს ჩვენ ვისაუბრებთ გახმაურებულ მკვლელობებზე. უამრავი ხალხი აღმოჩნდა გარეთ პოტენციური დამნაშავეები. ეს სიცოცხლით სავსე ბავშვი დაიღუპა. და არის თუ არა თანამონაწილე ამ მკვლელობის სისტემა? ამაზე უნდა აეტეხათ ერთი ამბავი. იმიტომ არაკეთებენ რომ ეს რომ დამტკიცდეს, მერე უკვე გაჩნდება პასუხისმგებლობის საკითხი. სანამ უბედურება არ დატრიალდება, არავინ არ აქცევს მაგაზე ყურადღებას. მაინდამაინც მის შვილს რო შეეხება და საკუთარი შვილი რო აღმოჩნდება გაფატრული, აი მერე გამოდიან, მერე იშიშვლებენ ხმალს და ასე შემდეგ. ამ პატარა ბანდებმა შეიწირეს ეს არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭები. ყველას ვიღაცა ყავს, საისანღაც ყავს მფარველი. ეს იციან და იმიტომ არიან თამამები. რა სხვაობა არის ის ყურებ დაჭმუჭმულმა რომ რაღაც ის გააკეთა ორგანიზაცია. იქ სიმართლის გარკვევაზე არ არის. თავარია რომ პირველი ბრალდებული ყავდეს. უნდა გააყოლო ერთი თანამშრომელი რომ ვინც არის გარდაცვლილი, რომ სისხლი წამოიღოს შპრიცით. მე ერთი მოწმის ჩვენებასაც მიაყოლებ ნებისმიერის და ეგ არის დანაშაული გახსნილია. დანაშაულებრივი ჯგუფის განეიტრალება რომ მოეხთინა, ნიკო დღეს ცოცხალი იქნებოდა. პირველი კითხულობენ, ანუ ცნობადი ხო არ არის ვინმე. პრაქტიკაში იყოფა ორ ნაწილად: ცნობადები და ჩვეულებრივი მოქალაქეები. უბრალოდ გავოგონდი ასეთი გულგრილობით. ეგეც სახელმწიფოს ინტერესი იყო, რომ ეგ ადამიანი ვიღაც უნდა მოეკლა. არ შეიძლება ნდობა სამხარაულის იმის ექსპერტიზის, იქაც დასკვნები ყალბდება ჩვეულებრივად. უბრალოდ ოჯახში მივლენ, ფულს გადაუხდიან, ოჯახს გააჩუმებენ და ამით ჩაიფარცხდება საქმე. აქ ქოცი და ნაცზე არ არის. ეს სისტემა იმდენად არის უკვე მონგრეული. აი ეს უსამართლობა ყველას შეეხება ადრე თუ გვიან. მოგესალმებით, ეს არის პლატფორმა მისმინე მე ეკაკვა სიტაძე ვარ და ჩვენ ვიწყებთ გადაცემას სისტემას შიგნიდან. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ გახმაურებულ მკვლელობებზე. 17 წლის ნიკა ღუნაშვილის მკვლელობა, გიგა ავალიანის მკვლელობა, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა, დათუნა სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა, ასევე გავიხსენებთ ლევან კაჭარავას, იგივე ტილიკას მკვლელობას, 12 წლის ანი იანუშაიტიტეს საქმეს, შვილის მკვლელის პოვნას დედა დღემდე უშედეგოდ ცდილობს. ჩვენ პირველ ნაწილში ვილაპარაკებთ იმაზე, შეიძლებოდა თუ არა რომელიმე ამ მკვლელობის თავიდან აცილება, რომელიმე ახალგაზრდის სიცოცხლის გადარჩენა. იმ შემთხვევაში თუ პოლიცია სწორად იმოქმედებდა და მკვლელობამდე დააკავებდა ამ კრიმინალურ ბანდებს. მეორე ნაწილში კი ვილაპარაკებთ იმაზე, რა ხდება მკვლელობის ჩადენის შემდეგ, როგორ და რატომ ყალბდება დანაშაულებები. გულგრილობით, არაპროფესიონალიზმით, სიზარმაცით, ზემოდან დავალებით თუ სხვა მიზეზით. მოგესალმებით გიორგი, ირაკლი და დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო გადაცემა, განვიხილავთ ყველაზე ცნობილ მკვლელობებს. ძირითადად ასე ვთქვათ, დღეს გიორგიმ უნდა ილაპარაკოს, როგორც ამ საქმის სპეციალისტმა, ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ, როგორ შეგვეძლო ეს მკვლელობები გაგვეშუქებინა და თავის პროფესიულ გამოცდილებას მოიხმარს გიორგი იმისათვის, რომ ახსნას ჯერ შეიძლებოდა თუ არა ამ მკვლელობების რომელიმე მკვლელობის თავიდან აცილება და შემდეგ უკვე რა ხდება სისტემის შიგნით, როდესაც მოხდება მკვლელობა. გიორგი, მოდი დავიწყოთ ყველაზე ახალი და უმძიმესი ამბით, 17 წლის ნიკა ღუნაშვილის მოკლით, რომელიც ჩაინძის ქუჩაზე მოკლეს აბსოლუტურად არაფრის გამო, სიცილის გამო მოკლული ბავშვი. ისევ რაც ადრეც რაზეც გვილაპარაკია ხომ, ბევრჯერ რაზეც გვილაპარაკია ხომ, აქაც ისევ აი ამ სისტემის უმოქმედობა მიჩინა თავი, ისევ და ეს ალბათ ხო ადრეც ვიძახდი ხოლმე და ეხლაც ვიტყვი რომ სულ ესე გაგრძელდება რა. ვინც არის ეხლა დამნაშავე და ვინც არის ბრალდებული, ამ ადამიანს ჰქონდა არაერთგზისი ნასამართლეობა. ეს ნასამართლეობა სულ ყველაფერი აი იმ დიდმა ამნისტიის აქტმა, აი ეს კანონი ამნისტიის შესახებ რაც მიიღეს 2012 წლის მერე, საშუალება მისცა არა მარტო აი ამ ბრალდებულს, არამედ ესეთი კიდე მსგავსი იყო უამრავი. იქ ვიღაცა იყო პოლიტპატიმარი, არ იყო მართლა პოლიტპატიმარი, ამას უკვე აღარ არკვევდა. ეს არ იყო შეწყალება, რომ ესე სათითაოდ გამოერჩია და ვიღაცისთვის მოეხსნათ ბრალი სასჯელი და გარეთ გამოსულიყო. ამნისტია არის კანონი და ეხება მუხლებს, კონკრეტულ მუხლებს. ხო და აი ამ მუხლებს როგორც შეეხო, ხო ერთ-ერთი აი ეგ ზუსტად ეგ ბნელი მხარე მაგ ამნისტიის იყო ის, რომ აი ესეთი ხალხი გამოვიდა გარეთ. და რომ გამოვიდა მარტო ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ის ნასამართლოებებიც მოეხსნა
და ანუ ყველანაირად იყო სისტემაში ჩნდებოდა როგორც გასუფთავებული, ანუ ყველანაირი როგორც არც ნასამართლევი, არც ადმინისტრაციულად სახდე დადებული და ასე შემდეგ. ეს იარაღები გაფორმებული ქონდა ყველაფერი ამის მერე. და აი ეს ეხლა რა თქმა უნდა არსებობს ესეთი ძველი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, ხო? უბნის ინსპექტორებს ჰქონდათ ხოლმე თავიანთი მაცხოვრებლებზე იყო ეგრეთ წოდებული ესეთი პაპკები, რავი თუ გინდა ბაინდერები დავარქვათ, ეხლა ელექტრონული ფორმით არის. სადაც აი ეს თავის მოსახლეობის აღწერას აწარმოებენ. აქ არის ყველა ისე როგორც აი თქვათ ნარკომომხმარებელი, ნასამართლები უნდა იყოს საცალკე აღნიშნული, ისევე არის აღნიშნული ყველა ფსიქიურად დაავადებული ადამიანები. აი ვისაც ეს არ ნიშნავს რომ უბრალოდ აღრიცხვაზე ერთხელაც რო იყოს ნამყოფი და ვისაც ფსიქიური პრობლემები აქვს, ეს არ არის ოფიციალური ბაზა. ეს არის უბრალოდ თავისი ინფორმაცია პოლიციას რო კონდეს რომ ვის აქვს ფსიქიური პრობლემები. იქ დადასტურებული დიაგნოზია არ არის დადასტურებული, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ანუ ვისაც აი ესეთი პრობლემები აქვს, ამათი ცალკე აღრიცხვა არსებობს. იმ ელექტრონულ ბაზაშიც, აი პოლჯის ბაზას რასაც ვეძახით, ხო? იქაც არის სხვათა შორის, ვინც აი ფსიქიურ აღრიცხვაზე არის, ერთხელ მაინც ნამკურნალები არის და ნამყოფი არის ესე დაწესებულებაში. იქაც როგორც ნარკოლოგიურში ნამყოფი არის და იქ ჩანს რომ ნამყოფი არის, ისი არის რომ ფსიქიურ აღრიცხვაზე იმყოფება რა. რა თქმა უნდა, იქვე ჩანს იარაღებიც. აი ამ პროგრამაშიც ჩანს. და უბნის ინსპექტორსაც ევალება რომ ეს იარაღების შენახვის წესები როგორ ინახება, სად ინახება, ვადები გაუვიდა, არა გაუვიდა, ახლიდან უნდა გააფორმოს, არ გააფორმოს, გადაიმასაკნას, გააგრძელოს ვადა, არ გააგრძელოს, ეს ყველაფერი უნდა აკონტროლოს უბნის ინსპექტორმა. ეს ჩატარდა ვითომ ეგრეთ წოდებული რეფორმა იმის გახარიას მოსვლის დროს და დაერქვა მართლწესრიგის ოფიცრები, უბნის ინსპექტორები აღარ არიან და ანუ გადაერქვათ მართლწესრიგის ოფიცრები და ვითომ ამათი გასაკეთებელი უნდა იყოს ეს საქმე. რეალურად ამასთან დაკავშირებით არაფერი არ კეთდება. არავინ აი რა ვიცი ხა თუ ვინმეს თუ ესეთი არის ხოლმე და აღწერაზე სადმე შედიან, ეს აღწერები შედიან, როცა სულ სჭირდება დახმარება, ვიღაცა ოპონენტი არსებობს, ვიღაცა რავი ან პროტესტან კავშირში არის, ან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან კავშირში არის და აინტერესებთ იმათზე რამე ინფორმაციას თხოვენ ხოლმე აი უბნის ინსპექტორებს რომ შევიდნენ და ვითომ აღწერა არის და ინფორმაცია გამოიტანონ. ეს არის მათი ძირითადი ხოლმე რითიც არიან დაკავებული და ეხლა არის ამ მეზობლური დავები და აი ესეთი ადმინისტრაციული სამართალწარმოებას რაც შეეხება ეგეთ საქმეებით არიან დაკავებული ძირითადად რა. ამის ესე როგორც მეთოდურად ადრე როგორც იყო რომ ამის აღრიცხვა და კონტროლი ხო ამის არაფერი არ არსებობს. და მომსახურების სააგენტოშიც რომ მივიდა ეს კაცი ხო იქ ფაქტიურად გამოჩნდა რომ ამას შემაფერხებელი გარემოებები რომ იარაღები გაეფორმებინა ფაქტიურად არაფერი არ არსებობდა. იქ არავინ აღარ გადაამოწმა, ამის ძველი ნასამართლეობა ეს მე ამნისტიის თქონდა გაქარწყლებული რითი ქონდა. ეს ამის შემოწმება არ მოხდა. ამ დროს რეალურად აი ესეთი პრობლემების, ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანი ხო აღმოჩნდა 3 იარაღი თურმე აი ეს წლების განმავლობაში მე საზღვარგარეთ ყოფილა წასული დაბრუნდა, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა 3 ცეცხლსასროლი იარაღით იჯდა სახში თურმე. ამ კაცმა დაადო იარაღი თავზე დედას, როგორც ეს ქალი იხსენებს, მოვიდა პოლიცია, ჩამოართვა იარაღი, გამოუწერა შემაკავებელი ორდერი და ამის შემდეგ, როდესაც ამ ორდერს გაუვიდა ვადა, დაუბრუნა უკან იარაღი. ანუ ეს ანუ ვერაფრით ვერ ხვდები აქ რა ამოძრავებდა პოლიციას, ან რა შეიძლება მომხდარიყო, რომ კაცს რომელიც ყველა მიცოდა სამეზობლოში, რომ იყო გაუწონასწორებელი, ყოველ ღამე ყვიროდა მისი უშუალო მეზობლები ამ ყოველთვის ჰქონდა კონფლიქტი გარშემო მყოფებთან, აი სუით ჩხუბობდა ხმაურის გამო ქუჩაში. ყველა მიცოდა, იმიტომ რომ ამ დედამისის გამო ბევრჯერ გამოუძახია სამეზობლოს პატრული, აბსოლუტურად ყველასათვის იყო ცნობილი ამ ოჯახის შესახებ და ამ კაცს დაუბრუნეს იარაღი უკან. ანუ ეს არაფრით არ ჯდება ჩემში ეს როგორ უნდა გაეკეთებინათ და სხვათა შორის ძალიან საინტერესო ამბავი ინფორმაცია წავიკითხე 2 დღის წინ. დედას დაემუქრა შვილი სახლის გადაწვით და ის კაცი დაიჭირა პოლიცია.
თქვენ ხო წარმოგიდგენიათ, ანუ დაიმუქრა გადაწვით, სახლის გადაწვით და ამ კაცმა, ამ მკვლელმა მე ვიტყვი, მიადო იარაღი ოჯახის წევრს და ჩამოართვეს უბრალოდ იარაღი და მერე დაუბრუნეს. აი ეს ამიხსენი ახლა ეგ როგორ ხდება და როგორ შეიძლება მომხდარიყო და არის თუ არა თანამონაწილე ამ მკვლელობის სისტემა. აქ მივდივართ კიდევ აი გვაქვს ეგეთი საკანონმდებლო პრობლემაც არის რა. ეს ოჯახური ძალადობის შესახებ კანონი რომელიც არის მიღებული და რომლის მიხედვითაც მოქმედებს პოლიცია აი ესეთ შემთხვევებში რა. ეხლა მანდ უნდა დაეწყოთ გამოძიება მუქარით ან არ უნდა დაეწყოთ. და ესე ოჯახური ძალადობის ფარგლებში აი ამ კანონით უნდა შემოფარგლულები იყვნენ, უბრალოდ ეს შემაკავებელი ორდერი გამოეწერათ და მორჩა. არ მუშაობს ეს კანონი მილიონჯერ დადასტურდა რომ არ მუშაობს. არავინ ამას ყურადღებას არ აქცევს. განა არ იციან რომ არ მუშაობს. მაგ ორდერ გამოცერილებმა რამდენმა ჩაიდინეს ისევ განმეორებით ეს დანაშაული, ხო? ეს არავის არ აინტერესებს. ერთხელ მიიღეს, ვალი მოიხადეს და იმის მერე არავის აღარ აი მერამდენი შემთხვევა არის ეგრე, რომ არ მუშაობს ეს კანონი რეალურად. არავინ აი პრაქტიკაში ვინც ხელმძღვანელობს ამ კანონით, არავის არ ელაპარაკებიან. არავის არ მახსოვს რა სისტემაში მუშაობდა, ვინმეს ეკითხოს, რომ აი ვისაც შეხება ქონია თანამშრომლებს, რომ აი ეს კანონი ამის მერე როგორ მუშაობს, როგორ არ მუშაობს, როგორ ფუნქციონირებს. ვიღაცა შეიძლება სადღაც სამინისტროში ანალიტიკის დეპარტამენტი რაღაცა ითვლის და ანალიტიკას აკეთებს, მაგრამ რეალურად ხო, აი ეს არის რომ ამ კანონის მიხედვით როგორც კი გაუვიდოდ ამ შემაკავებელ ორდერს, ხო? ფაქტიურად პოლიციას იმის საფუძველი რომ ეს იარაღი ჩამორთმეული ქონოდა, არ ქონდა, ვერ დაიტოვებდა ამ იარაღს. თვითონ ვერ შეინახავდა პოლიცია, იმას კიდე უფლება არ ქონდათ რომ ეს იარაღი ის რომ პოლიციისთვის რო ეჩივლა, ხო? ყველა შემთხვევაში მაინც პოლიცია იქნებოდა დამნაშავე და დასაბრუნებელი იქნებოდა იარაღი. მაგრამ აქ მოდი მეორე კუთხით შევხედოთ. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ რომ აი ეს ბრალდებული ორი თუნდაც აი 10 წუთით რომ პროტესტის მონაწილეებთან მდგარიყო რუსთაველზე რო ჩასულიყო. და მდგარი იყო და იქ ვინმეს დაეფიქსირებინა. ან რაღაცა პლაკატით დაეფიქსირებინა. თქვენ ხო წარმოგიდგენიათ იმას რა მოყვებოდა და ეგ რამდენი ხნით იქნებოდა ჩაკეტილი. აი მაგ იარაღებს სულ სათითაოდ რა ვიცი აი რომელ სისხლის სამართლის კოდექსს რო გადაშრი რომელ ხელსაც დაადებ ხელს მუხლს იმ მუხლით წაუყენებდნენ ბრალს რომელსაც მოინდომებდნენ რა თუ სურვილი ეკნებოდათ. ეს თუ დედამისთან იყო მუქარა არის საერთოდ ისეთი რთული მუხლი არის რა. მაგას უნდა აქედან მოაბავოს, უნდა იქიდან. ოფიციალური ინფორმაციით, იმიტომ რომ დედას დაემუქრა სახლის გადაწვით. ანუ არ გადაუწვავს, იარაღი არ მიუდია შუბლზე. დაემუქრა და ის კაცი დაიჭირეს და ამას იარაღი მერე ციმციმ დაუბრუნეს უკან. ვერ შეაფასეს მისი მდგომარეობა. ეს არის ახლა მაგის გამოძახილი, ეკა. ეს არის ზუსტად აი ამ ბავშვის მკვლელობის მერი არის გამოძახილი. რახან იქაც დედის მუქარა იყო და არ იმოქმედეს და არ დააკავეს თავის დროზე. ეხლა ეშინიათ რომ პროკურატურას ეშინია რომ ამ საქმეებს საერთოდ პოლიციასთან გვაქვს ხოლმე პრეტენზია, მაგრამ ძირითადად პრეტენზია უნდა იყოს პროკურატურა. იმიტომ რომ დაკავება არ დაკავების საკითხს ვერ წყვიტავს პოლიციელი. ეს ყველა ნებისმიერი ადამიანის დაკავება წრება პროკურორთან შეთანხმებით. თუ პროკურორა და პროკურატურის თანხმობა არ არის, ვერავინ ვერ გადაწყვიტავს დაკავებას. პროკურატურამ გაითვალისწინა ეხლა ეს მაგალითი, რომ იყო დედამისზე მუქარა და ესე და გამოვიდა და ისროლა და იარაღები ქონდა, ეხლა სახლის გადაწვის მცდელობა იყო, იფიქრეს რომ ეს რო კიდე ეხლა შემაკავებელი ორდერით მარტო და გარეთ რო დავტოვოთ ესე და მარტო შემაკავებელი ორდერით შემოვიფარგლოთ. კიდე მართლა არ გადაწვას და სასწაული არ მოახდინოს და ეხლა ჩაკეტეს. ეს არის იმის გამოძახილი. აი მაგას რა ვიცი ახლა 100%. აი მოგე მაშინ ესე დაგისვა გიორგი შეკითხვას. აი მიხვედი იქ, გამოართვე ამ კაცი იარაღი, გამოუწერე შემაკავებელი ორდერი, ხედავ რომ ფსიქიურად არამდგრადია, იცი რომ ნასამართლები იყოს იმისთვის, რა ქვია ადრე, იცი რომ თავის მოკლის მცდელობა ქონდა, იცი რომ რაღაცა კრიმინალთან ჯგუფში იყო
და ამის შემდეგ აი შენ და იცი რომ ამ კაც იარაღი რომ დაუბრუნო ხვდები, ანუ ეგრევე ხვდები, რომ რაღაცა უბედურება შეიძლება მოხდეს. იცი მეზობლის ჩვენებები, იცი ზოგადად უბანში რა ხდება ამ ოჯახის გარშემო, რა ჩივილები აქვს სამეზობლოს ამ ოჯახთან დაკავშირებით. აი რას იზავ? წესით ხო, წესიერ სისტემაში და წესიერი მართლწესრიგის ოფიცერი ან არა აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი ოფიცერი პოლიციის ვისაც ეკნებოდა ეს საქმე წარმოებაში, ვისაც ეკნებოდა მიღებული. რა თქმა უნდა, ამას მიაქცევდა ყურადღებას, რომ ეს კაცი ფსიქიურზე ამდენჯერ არის, ამდენ თან დედამისის იძახის რომ ჩამოიტანეო მე ეგ საბუთები და ვანახეო, რომ აღრიცხვაზე იყო და იქ რაღაცა კუნალობას რომ გადიოდა ერთი სიტყვით. ამაზე ატეხავდა ერთ ამბავს, რომ ამ კაცს აქ იარაღი, აქ ოფიციალურად სახში ინახავს იარაღს და პარალელურად აქ არის ოჯახური ძალადობის ფაქტი. რაზეც შემაკავებელ ორდერს ვწერ. ხო, წინ მიდევს აგერ შემთხვევა, რაზეც შემაკავებელ ორდერს ვწერ, ანუ ესე იგი რეალურად მოხდა ეს ისამ ოჯახური ძალადობა და აგერ არის მაგ საბუთები რომ ადამიანი არის ფსიქიურად არა ანუ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ფსიქიური და უდევს სამი გაფორმებული იარაღი ხო ყველაფერი სახეზე არის ამაზე უნდა აეტეხათ ერთი ამბავი შეიძლებოდა წესიერად რომ ანუ ემოქმედათ ხო მომსახურების სააგენტოსთვის უნდა მიეწერათ უნდა გადაეგზავნათ ეს დოკუმენტაცია რომ ეს ადამიანი არის ფსიქიურ აღრიცხვაზე იმყოფება და ფსიქიურად დაავადებული არის. აქვს გაფორმებული ეს იარაღები და გაუქმეთ ეს ლიცენზია, ესე ვთქვათ. სახში იარაღის ქონის უფლება. აი ეს უფლება გაუუქმეთ. წესით ესე უნდა მოქცეულიყვნენ. მაგრამ ეს არსად არ არის გაწერილი, აი ესეთი რამე დებულება, ნორმატიული აქტი, კანონქვემდებარი აქტი რო არსებობდეს, რომ ამ შემთხვევაში როგორ უნდა იმოქმედოს პოლიციის ოფიცერმა, ესეთი რამე არ არსებობს. იმიტომ ვიძახი კანონმდებლობაშიც მეთქი, აი მილიონი არავინ ამას არ აქცევს ეგეთ რაღაცებს, სანამ უბედურება არ დატრიალდება, არავინ არ აქცევს მაგაზე ყურადღებას. მაგას არაფერი არ არეგულირებს. წესით ხო მონდომებული ადამიანი და ის ოფიცერი ესე მოიქცეოდა, რომ განგაში სიგნალი არის, ეხლა აგერ არის ფსიქიურად შეურაცხადი ადამიანი, აგერ აქვს ოჯახური ძალადობა, აგერ აქვს სამი იარაღი, ხო? მეტი რა მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენა უნდა, რომ ეს იარაღი როცა იქნება გაისვრის. მაგრამ არ არის მაგის, აი არაფერს ეს არ არეგულირებს და ამათაც იმიტომ ვიძახი რა, არ არსებობს, არც мотивация არსებობს. შესაბამისად, არც საკანონმდებლო ბაზა არსებობს, რომლის მიხედვითაც იქნება მკაცრად გაწერილი, რომ აი ამ შემთხვევაში, აი აქედან აქამდე ესე უნდა იმოქმედოს ოფიცერმა. არ არსებობს ესეთი რაღაცა. სისტემა მოქმედებს, აი ძველი ინერციით მიგორავს, რაც იყო ძველი, აი იმით მიგორავს, არავის არაფრის შეცვლა არ უნდა რა. აი რომ დადგა ეხლა ტრაგედია რომ მოხდა, ეხლა გაითვალისწინეს და იქ უკვე აი ხანძარზე უკვე დაიჭირეს ეხლა რომ ეხლა იმან მართლა არ დაწვას სახლი და მართლა რაღაცა უბედურება არ მოხდეს. ეკა გიორგი რასაც საუბრობს რომ არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა უნდა გავშალოთ და რას გულისხმობს ეს არსებობს ესეთი ერთადერთი ასე ვთქვათ ნორმატიული დოკუმენტი რომელიც არის კანონი პოლიციის შესახებ ორგანული კანონი და არსებობს დებულებები ანუ დეპარტამენტების დებულებები პირობითად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ასე შემდეგ. ამ დეპარტამენტებში შემავალი თანამშრომლებისთვის ფუნქცია მოვალეობებიც კი არ არის შედგენილი, გაწერილი და დამტკიცებული. და თუ რამე არსებობს, ეს არის არაოფიციალურად, ანუ ეს არ არის დამტკიცებული. ანუ ამაზე როდესაც იყო საუბარი ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ეს მოითხოვეს ძალიან ცალსახად და მკაფიოდ, რომ აუცილებელი არის ამ ხარვეზების, ამ შავი ხვრელების ამოვსება და დარეგულირება საკანონმდებლო ბაზაზე, დარახველიძე იყო წინააღმდეგი, რომელიც წავიდა სასტიკად, იმიტომ რომ რატო არ აკეთებენ, ხონდა გაჩნდეს კითხვა. იმიტომ არ აკეთებენ, რომ ეს რო დამტკიცდეს, მერე უკვე გაჩნდება პასუხისმგებლობის საკითხი კონკრეტული პიროვნების, კონკრეტული თანამდებობი პირის, კონკრეტული სამსახურის, ანუ აქ გულისხმობ
პირობითად დეტექტივების თავარი სამმართველოს რა პასუხისგებლობა იყო, საგამოძიებო ნაწილის, ზედამხედველობის სამსახურის. ანუ ესენი სულ ორი დოკუმენტით ხელმძღვანელობენ. კანონი პოლიციის შესახებ და დებულება. მეტი არანაირი. გიორგი, რასაც იძახის, ეს უნდა იყოს სტანდარტული სამოქმედო პროცედურები. უნდა არსებობდეს კონკრეტული, ესე ვთქვათ, საკითხები და თემები და ამაზე უნდა იყოს გაწერილი ძალიან მკაფიოდ, ანუ რას გულისხმობ. აი ესეთი შემთხვევის დროს პოლიციელი როგორ მოქმედებს და იმას უკვე ექნება ერთგვარი გზამკვლევი, დამტკიცებული, რომელსაც იმას პუნქტობრივად გაყვება, აი ჩეკლისტებს, რასაც ეძახით, ასე ვთქვათ, თავდაცვაში გამოიყენება ძალიან აქტიურად, ხო და არა მარტო იქ. ანუ გააკეთა ეს მოფწიჭკა, იქ დარეკა, გამოიძახა ეს, ანუ ხვდებით რის თქმა უნდა, ანუ მე მივდივართ ჩვენ უკვე არაკომპეტენტურობასთან, იმიტომ რომ მივიდა რომელიმე კონკრეტული X პოლიციელი, X პიროვნება, ანუ იმისი რა კომპეტენცია ქონდა, იმას რა გამოცდილება ქონდა, რა განათლება ქონდა, ხვდები, ანუ ჩვენ ხო არ ვიცით, ანუ მე ვერ ვიტყვი და არ მჯერა ის ფაქტი და ვერ დავიჯერებ, რომ პოლიციის მხრიდან მიზანმიმართულად მოხდა ამ პიროვნების ხელის დაფარება. ეს პიროვნება თავისი, ასე ვთქვათ, ცხოვრებით და ფსიქიკით და მდგრადობით არ ჩანდა ის პიროვნება, რომ რაღაცაში გამოეყენებინათ. აქ არის თვალსაჩინო არაკომპეტენტურობის საკითხი. ვისაც ჰქონდა შეხება თავის დროზე ამ პიროვნებასთან, ანუ მან ვერ დააიდენტიფიცირა, ვერ შეაფასა, სამომავლო საფრთხეები ვერ განსაზღვრა. გულგრილობის, რა თქმა უნდა, ხო, გულგრილობის და არაკომპეტენტურობის და მეორე, ანუ რადგანაც ეს საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს და მოწესრიგებული არ არის. ანუ ჩვენ არ შეგვიძლია გამოძიების დაწყება მოვითხოვოთ ამ პოლიციელის მიმართ, აი მე რომ მინდოდეს როგორც მოქალაქის პრევენციისთვის. მაგიტომ არის, მაშინ რა შემიძლია გავაკეთოთ? ზუსტად ამიტომ გააკეთეს. ნახე, შეხედეთ, ანუ ყველა უწყებას აბსოლუტურად წავს თავისი გენერალური ინსპექცია, რომელიც, ასე ვთქვათ, შიდა მოკვლევებს ატარებს და პასუხისმგებელი არის აი მსგავსი საკითხები. ანუ კვლელობიდან რამდენი ხანი არის გასული? მერწმუნეთ, რომ გენერალურ ინსპექციას ამ საკითხზე გამოძიებაც კი არ ექნება დაწყებული, რომ დაედგინა შიდა მოკვლევის დონეზე თავის დროზე რა მოხდა, რამ გამოიწვია, ეს იყო გულგრილობა, ეს იყო დაუშვათ მიზანმიმართული. იქნებ პირობითად მე აი დაუშვათ მე ვიყავი ხო ამ პიროვნებასთან პოლიციელი. იქნებ მე ფული ავიღე და რაღაც კერძო და პირადი ინტერესი გამაჩნია. ეს ხო რაღაცა ინსტიტუციამ ხო უნდა გამოკვეთოს და დაადგინოს. ანუ შიდა მოკვლევა, კაი, გამოძიება შიდა მოკვლევა არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს, მაგრამ ეს მოხდა ეს. ესე იგი რაღაცა უნდა შევცვალოთ კანონმდებლობაში. კი, ნახეთ, ეს რა არის? შეხედეთ, აქ რა არის ცალსახადთან მნიშვნელოვანი გასამიჯნი, რომ განა არ იცის ქართულმა ოცნების პოლიტიკურმა გუნდმა თუ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ამ პრობლემების შესახებ. ძალიან კარგად იცის, უბრალოდ ამას მიზანმიმართულად არ აკეთებენ. იმიტომ არ აკეთებენ, რომ ეს კონდეს მოქმედების თავისუფალი სივრცე არსებობდეს, ანუ ეს ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული შავი ხვრელი, საკანონმდებლო ბაზაში არსებული შავი ხვრელი, აძლევს მოქმედების შესაძლებლობას, რაღაცები გადაფარონ, რაღაცები გადააკეთონ, რაღაცები გააქრონ, რაღაცები დაამატონ. ხვდებით, ანუ ეს არის მიზანმიმართულად შექმნილი. ეს არ არის რაღაცა ჩვენო, ასე ვთქვათ, წარმოდგენა შეგვექნას, რომ რაღაცა ინსტიტუციური ხარვეთი არის, რომელიც გაიპარა. არაფერი არ გაპარულა. ამაზე მიმდინარეობდა მუშაობა, ამაზე არაერთი რეკომენდაცია იყო გაცემული, რჩევები იყო მიცემული. მიზანმიმართულად არ აკეთებენ, თორედ ანუ ხო კიდევ ერთხელ ვიძახი, ანუ ამ საკითხზე მე როდესაც მქონდა შეხება და ამაზე ვსაუბრობდით, არა მარტო ჩვენი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტზე, ზოგადად მომზადებული იყო, ამაზე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა, ესეთი დოკუმენტი შეიქმნა, უსაფრთხოების წესები. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დამტკიცებული არ აქვს მაგალითად უსაფრთხოების წესები. ანუ რას გულისხმობ? აი რომ მივიდა პოლიციელი პირობითად ან სახანძრო რომ მივიდა, გაშალა კიბე და ჩამოვარდა თანამშრომელი და რაღაც მოუვიდა. აი ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება, მაგას ვერავინ ვერ დაადგენს. უბრალოდ ოჯახში მივლენ, ფულს გადაუხდიან, ოჯახს გააჩუმებენ და ამით ჩაიფარცხება საქმე. პოლიციას რო იარაღი გაუვარდეს, ამ შემთხვევაში რა ხდება? ანუ ხვდებით რისი თქვა მინდა? და ამაზე ცალსახად და მკაფიო დარახველიძის პოზიცია იყო. დარახველიძემ არ დაამტკიცა.
ფუნქცია მოვალეობები, უსაფრთხოების წესები, აი ეს საკანონმდებლო ბაზა. რატო? აი რა ახსნა აქ? მოკლედ. ახსნა ქონდა ესეთი, რომ ძალიან კარგია, რასაც იძახი, ეს არის ასე ვთქვათ, იმ ევროპული ქვეყნების თავსებადობის ნაწილი და იდეალური იქნება, ჩვენ რო ვიყოთ დაუშვათ ევროპის რომელიმე ქვეყანაო, მაგრამ ჩვენ ეს მოგვაქცევს მერე ჩარჩოებში, მოგვაქცევს მერე შეგვიქმნის დასაქცირებული დარახველიძე. შეგვიქმნის ფარვეზებს, აი მაგალითი რო გითხრათ, პირობითად რო გითხრათ, ეგა მაგალითი. აი უამრავი არის, აი რამდენიმე ხა ცნობილი რაც საზოგადოება მიცის, რა, აი პოლიტიკოსები რო ცემეს, აი ბოლოს ალეკო ელისაშვილი რო ცემეს, ანუ ალეკო ელისაშვილი ხო დაკავებული არის და მისი ცემის ფაქტი გამოძიებული არ არის. სანამ არსებობდა აი ეს ყუდარზე ვენოკი რო იყო, კაციტადის ინსტიტუცია, რომელიც მერე გაუქმდა, არაფერი რო არ გააკეთა. მაგის ფუნქცია იყო ერთადერთი, რომ მიმდინარეობს გამოძიება, მიმდინარეობს ეს უნდა ეთქვა მარტო, მეტი არაფერი არ უნდა ეთქვა მაგაც. მე რაც შეხება მქონია, სანამ იყო სახალხო დამცველი ნინო ლონჯარია, მისი მხრიდან შემოდიოდა ძალიან ბევრი წერილი. ანუ თითქმის ყველა ფაქტზე შემოდიოდა წერილები და ითხოვდნენ ახსნა განმარტებას, მოკვლევას, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. როდესაც მე გებოდა სამუშაო ჯგუფი და ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა დარახველიძე და ერო ვიკრიბებოდით, სულ ყოველთვის ეს ჰქონდა მას მოტივი, რომ აი ეს რო არა გვაქვს დამტკიცებული, აი ეს კარგია, იმიტომ რომ შეგვიძლია ზოგადი პასუხები გავცეთ. ანუ არასდროს აი რო ამოიღოს. გასაგებია, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ეს არის ზოგადი გენიალური ზოგადი გამოძიება მიმდინარეობს, ცდება კომპეტენციას, მე აი ატარებენ, ესე იგი, სპეციალურად ისე ხლართავენ ამ ასე ვთქვათ პასუხებს, რომ ის გაცემული პასუხი სამინისტროს მხრიდან აბსოლუტურად არაფრის მომცემი არ არის. და თუ იყო რამე ისეთი და ამაზე შეეძლოთ პასუხის გაცემა, არსებობს ესეთი ჩანაწერი, ესეც კანონით არის დარეგულირებული და 1000 ლარი არის ჯარიმა. ანუ პასუხს საერთოდ ანუ პასუხს არ სცემდნენ. პირობითად, აი მოიწერა სახალხო დამცველმა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაზე პასუხს არ გასცემდა და 1000 ლარს ჯარიმას გადაიხდიდა. და всё, ანუ ის кейსი, ის საკითხის კონკრეტული რაღაცა იხურ. ჩვენი ფულიდან? ისე ბიუჯეტიდან დიახ და იხურებოდა. ანუ შენ რაც მოიყვანე მაგალითი, აი ამ კონკრეტული ასე თქვა ტრაგედიის შესახებ, სადაც ეს სიცოცხლით სავსე ბავშვი დაიღუპა, ხო? ანუ გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს შეხება კონკრეტულ დაუშვათ დამნაშავესთან, ფსიქიკური პრობლემების მქონე თუ მოძალადესთან თუ ასე შემდეგ, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის ინსტიტუცია და სახელმწიფოს დეგრადირება, იმიტომ რომ სახელმწიფო არ ადგას მოწოდების სიმაღლეზე. ადრეც თქვით და კიდევ და მომავალშიც გავიმეორებ. პრევენციული ღონისძიებები არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ პრევენციული ღონისძიებები არ გატარდა, ჩვენ ვერასდროს ვერ ავიცილებ თავიდან მსგავს ტრაგედიას და ხო, ძალიან რო არ გაგვეწელოს ახლა უცებ გადავიდეთ. აღსანიშნავი არის კიდე ერთი რაღაცა, რა პოლიციაში როცა შეტყობინება შემოდის ნებისმიერ რაღაცაზე, პირველი კითხულობენ, ანუ ცნობადი ხო არ არის ვინმე. მოსახლეობა, ვისაც ანუ საქართველოს მოქალაქეები ეგრე გამოდის, პრაქტიკაში იყოფა ორ ნაწილად, ცნობადები და ჩვეულებრივი მოქალაქეები. ერთ შემთხვევას რო გავიხსენებ, მაგალითად, ზიურში კონცერტი იყო. და სუხიშვილები ცეკვავდნენ იქ ერთი ნაწილი ამ კონცერტის სუხიშვილებსაც უნდა ეცეკვათ, ილიკო იყო იქ სუხიშვილი და ბევრი ხალხი იყო რა და იქვე იყო ჩვენი პოლიციაც იქვეა ჩვენი შენობაც და კონცერტის მერე ეს ბევრი ხალხი რო ირეოდა თანამშრომლები გაუშვი იქ რომ მაინც რაღაც არ ვარ ყოფილიყო ნასვამები იყვნენ ხალხი და რაღაცა და ილიკო ამოდიოდა თავისი მოტოციკლეტით და უკან აქ ხმალი ამ მოტოციკლეტზე დამაგრებული რა ცეკვის დროს რასაც ხმალობდნენ ეს დიდი ხმალი ჩამოაგდეს ეს ჩემმა თანამშრომლებმა და ხმლიანად შემოიყვანეს იმაში პოლიციაში მთელი დღის განმავლობაში არ ყვევდნენ ესე იგი ეს ხმალი როგორც ცივი იარაღი ითვლებოდა თუ არ ითვლებოდა როგორ უნდა მოქცეოდნენ ეხლა ილიკო სუხიშვილს ახან ეხებოდა საქმე ხმალზე უნდა დაგვეჯარიმებინა არ დაგვეჯარიმებინა საერთოდ სამართალწარმოება დაგვეწყო არ დაგვეწყო შეთანხმდა მინისტრის დონეზე იქიდან აქედან ცალკე შინაგან საქმეთა სამინისტრო ცალკე პროკურატურაში მე იქ სუზევით ანუ ეს სიმაი თუ ეკნება ვინმე საშუალებას ილიკოს კითხო და გადაამოწმო თუ ვინმე რამე თუ აინტერესებს სიმართლე არის თუ არ არის
და მე არ მაგ მეორე დღეს დაუბრუნეთ ეს ხმალი მე რომ ანუ მივხვდნენ რომ იმდენიათ სისულელე გამოდიოდა რომ ეს ცეკვის ერთ-ერთი ატრიბუტი საცეკვაო ფორმის ატრიბუტი ხმალი ცივ იარაღში არა და სული და გულით უნდათ რომ ეს რამენაირად იქნება მოქცეულიყო ცივ იარაღის იმაში კატეგორიაში რომ დაეჯარიმებინათ აი ილიკო სუხიშვილი საცეკვაო ხმლის ტარებაზე მერე ყველგან ვიძახდი სადამდეც და ვისთანაც ხმა მიმიწვდებოდა რომ სირცხვილი ამ კაც საცეკვაო ხმლით როგორ უნდა დავიჭიროთ ეს კაცი ან დაჭერაზეც არ იყო უბრალოდ დაჯარიმებაზე რა ამის თქმა მინდა ეს რო ყოფილიყო ეს შემთხვევა რო ყოფილიყო რომელიმე ან დამნაშა ბრალდებულის მხარე ან დაზარალებულის მხარე ცნობადი ადამიანი ხო აი ესე საჯაროდ ცნობადი ადამიანი ხო სულ სხვანაირად წარიმართებოდა პროცესი რა ესი აქვთ დაყოფილი ზოგადად პრობლემებზე ლაპარაკი ამ სისტემაში არ არის მიღებული ყველაფერი კარგად არის იქ თუ რამე პრობლემას ახსენებ ესე იგი მე რო თქვა რომ აი კონკრეტული პრობლემა რო თქვა რომ ეს პრობლემა გვაქვს ესე იგი ავტორი მე ვარ ამ პრობლემის და წყარო მე ვარ ამიტომ არავინ როცა ეკითხებიან თქვა რაღაცა დიდ თათბირზე პრობლემები გააქვთ პასუხი არის ერთ ნიშნულოვანი რომ არა არავის არაფერი პრობლემა არ აქვს პრობლემები არის ხუთიანზე მუშაობს ყველაფერი ამ სისტემაში ითვლება ეგრე იმიტომ ვიძახი ხოლმე სულ საბჭოთა კავშირი არ მთავრდება არ დამთავრდა მაგ სისტემაში რა ყველაფერი არის კარგად ყველაფერი აი ესეთი ცალკეული რაღაცები მოგდის მაგრამ ძირითადად ყველაფერი კარგად არის რა მაგას ერთ დავამატებდი გიორგიმ რაც თქვა რომ ანუ რო რეკავენ ხო ანუ დანაშაული რო ხდება ეს არის ჩვეულებრივი აპრობირებული მეთოდი არის ხდება ჯერ გარკვევა დანაშაულში მონაწილე პირების დადგენა ანუ ვინმე ისეთი არ აღმოჩნდეს რომ მე იმან შეძლოს დარეკვა ზემოთ და იქიდან მე დავუშვათ ეს ადამიანებს პრობლემა შეექმნათ არიციან კონკრეტული შემთხვევების დროს არ აქვთ ეგრეთ წოდებული გაწერილი სამოქმედო გეგმები ანუ რა საკეთებენ რა პროტოკოლს მიყვებიან და მეორე არის რომ ამას არ ყვევენ და ამაში მე მიდის ძალიან დიდი დრო შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს ესეთი დეპარტამენტი საექსპერტო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი არის აი ძალიან როგორი გითხრათ ანუ მე ვისთანაც მქონდა შეხება თითქმის ყველაზე შემიძლია გითხრათ რომ თავის საქმის პროფესიონალები არიან და ძალიან კარგი ასე ვთქვათ პერსონალი ყავთ მით უფრო ამ დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში თვისობრივად შეიცვალა მათი აღჭურვილობა და თითქმის თანამედროვე სისტემები გადაეცათ. ანუ რაც შეიძლება სჭირდებოდეთ ეფექტური გამოძიების ნაწილში, რომ ამათმა დროულად მოახდინონ რეაგირება. ანუ რისი თქმა მინდა, ანუ არსებობს ესეთი დეპარტამენტი, ესეთი მომზადებული კადრებით, შესაბამისად საჭირო ყველა აღჭურვილობით, ინვენტარით გამოძიების დაწყება ჭიანურდება იმიტომ რომ ეს რაღაცა კონკრეტული პირი დაუშვათ იმ ვაკე საბურთალო სამართლოს უფროსი თუ დანინაძალადების თუ ასე შემდეგ ჯერ პროკურორთან ათანხმებს მერე კურატორ დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან დეპარტამენტის დირექტორთან მინისტრის მოადგილესთან მინისტრთან და ეს ცენტრალიზებული მართვის მოდელი ცენტრალიზებული ხმის უსაშველოდ გადაუწყვეტელ საკითხებს შესაბამისად ანუ გამოძიების ეფექტურობა უკვე იკარგება რო ხდება დანაშაული აი მაგალითად ისევ შედარებები რო გავაკეთოთ 2012 წლამდე პერიოდში რომ რატო იყო დაუშვათ ეს დანაშაულის სტატისტიკა ვითომ ამას ხო იმით აბრალებენ რომ ციხეებში ბებოდაო ცუდი რაღაც და ეშინოდა ციხეში შესვლაო მაგის გარდა პოლიცია იყო ასე ვთქვათ მოწოდების სიმაღლეზე იმ ნაწილში რომ პოლიცია რომ მიდიოდა ანუ იწყებოდა პირდაპირ გამოძიება იწყებოდა პირდაპირ დანაშაულის გახსნის ცდელობა ესენი სანამ შემოღობავენ სანამ ლენტას გააკრავენ სანამ იქ შეიძლება დრომ დაკარგოს და კვალი დაიკარგოს დაუშვათ ან სინჯი დაიკარგოს ან ანაბეჭდები წაიშალოს ან ასე შემდეგ. აი მაგას ოდნა მოგვიანებით მიუბრუნდებით, როცა უკვე მომხდარ დანაშაულებებზე ვილაპარაკებთ, მე იქ რა ხდება. მანამდე ჩვენ ნიკო კვარაცხელიაზე ვილაპარაკეთ ბევრი ერთ-ერთ წინა გადაცემაში და მე პირადად ის რაც მომიყევი გიორგი
იქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიციას რო ემოქმედა სწორად და ეს დანაშაულებრივი ჯგუფის განეიტრალება რომ მოეხთინა, ნიკო დღეს ცოცხალი იქნებოდა. ამ თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ბიჭი, ნამდვილი ვარსკვლავი. გიგა ავალიანის შემთხვევაში ჩვენ რა გვაქვს, ხო? გვაქვს შემთხვევა, როდესაც ეს კრიმინალური პატარა წვრილფეხობა ბანდები შემჩნეულები იყვნენ. რომ ურეკავდნენ მსხვერპლებს, პოტენციურ მსხვერპლებს, აბავდნენ რაღაცნაირად და შემდეგ ცემდნენ და ამაზე ხო შანსი არ არის პოლიციას არ ცოდნოდა. აი ამ ჩემთვის პირადად ეს ორი ამბავი უკავშირდება იმ განცდას, რომ ორივე მკვლელობა შეიძლება ყოფილიყო თავიდან აცილებული, თუ პოლიცია სწორად იმოქმედებდა და თუ გააკეთებდა თავის გასაკეთებელს. ამ ამნისტიამ ძალიან შეცვალა სტატისტიკა რა. და მე აი შემდეგ გურამდადიანიძეზე რო ვილაპარაკებ, იქაც ვიტყვი და ეს იყო აი პირდაპირ დიდი დარტყმა იყო ესე ვთქვათ სისტემაზე, მართლმსაჯულების სისტემაზე, იმიტომ რომ უამრავი ხალხი აღმოჩნდა გარეთ პოტენციური დამნაშავეები. და ამათ ჰქონდათ შიში, ანუ მთავრობას ჰქონდა შიში, რომ ეს სტატისტიკა თუ გაგვექცა, მუდმივი შიში იყო, რომ აი რუსთავი 2 რა სიტყვის, რუსთავი 2 რა სიტყვის, მე ამ სტატისტიკას მე მახსოვს, რომ მაშინ რუსთავი 2-ზე ძირითადად ამ თემებზე მუშაობდით და ვაშუქებდით. ძალიან კარგად მახსოვს ეს ამბავი, რასაც ამბობ. თან მაშინ დანაშაული სტატისტიკა ქვეყნდებოდა და არ მალავდნენ. ეხლა მე მგონი აღარც აქვეყნებენ უკვე ამ ბოლოს. ხო და თან უნდათ რომ ეს სტატისტიკაც არ გაქცეულიყო, თან უნდათ რომ ყველაფერი წესრიგში ყოფილიყო და ანუ ეს დანაშაულიც არ მომხდარიყო და არ ხდებოდა ესე. ანუ ესე შეუძლებელი იყო ამ ყველაფრის ესე დარეგულირება რა, უბრალოდ ვერ მოხდებოდა ეგრე. ხო და იმიტომაც იყო, ამიტომ ამ სტატისტიკაზე რბოლამ და აი ამ გონკაობამ რომ თითოეული იმაზე კი აფიქრობდნენ რომ აი ყველა თითქმის დანაშაულს რო გადახედო ხო ყველა ეგეთი პრობლემული დანაშაული რომელიც არის აი რომელიც გაპრობლემდა და მე რეზონანსული გახდა ხო ყველგან იყო მაგის საფუძველი იყო ის რომ სიმართლის დადგენას კი არ ცდილობდა თავიდანვე გამოძიება რომ სიმართლე რო რა მოხდა თავიდანვე იწყებდა მოქმედება იწყება ისე რომ რაც თავარია რომ შენ დანაშაული არ გამოგიჩნდეს გაუხსნელი ანუ ყველაფერს აკეთებ რომ გაუხსნელი არ დაგიჯდეს სტატისტიკაში რომელიც არის ყველა ეგეთი ეხლა იქ სუმძიმე დანაშაულებებია მკვლელობა მაგალითად ყაჩაღობა ან 117 არის ესეთი აი ჩხუბის შემთხვევაში ხდება ხოლმე რა ესე რო ცემენ და მე რაღაც გარკვეული პერიოდის მერე რო გარდაიცვლება ადამიანი რა ეგეც ითვლება რომ განსაკუთრებით ძიმე კატეგორიაში გადის ეგეც მკვლელობა არ არის მაგრამ არის სხეულის დაზიანება რომელიც მე დასრულდა სიკვდილით ხო და ესეთ დანაშაულებზე ხო სტატისტიკაში ყველაზე ისე ჩანს რა ყვირის ესე ვთქვათ ეგ თუ გაუხსნელი გიზის და ამიტომ სიმართლის დადგენას კი არ ხმარდებოდა ანუ ყველთელი ეს ისა ძალისხმევა არამედ იმას რომ შენ სტატისტიკა ქონოდა გამართული 8 თუ გაქვს ხო 8-ვე გახსნილი უნდა იყოს ამიტომ ესეთ შემთხვევებში ხომ რომ თავარი იყო რომ პირველი მოგეძებნა ვინმე ვიზეც ბრალი უნდა წაგეყენებინა ანუ ვისაც დააყრიდი ამ ყველა მტკიცებულებებს ისი აგროვებდი რომ ამ ერთი კაცის საწინააღმდეგოდ ყოფილიყო რა რომ ამ ერთი კაცის წინააღმდეგ რო გამაგრებულიყავი მტკიცებულებებით ეს საკმარისი იყო ბრალისთვის და უკვე მორჩა შენ დანაშაული გახსნილად გეთვლებოდა სიმართლე იქ რა იყო ეს ერთი კაცი იყო ბრალი ამ ერთი კაცის ბრალი იყო არ იყო ამ ერთ კაცთან კიდე 3 იყვნენ მაგალითად იქ თანამონაწილეები არ იყვნენ არავის ეგ არ აინტერესებდა თავარი იყო რომ ეს და მე გახსნილად გამოჩენილიყო რა მით უმეტეს ჩვენთან არის რომ სისხლის სამართლის კოდექსი არის რაც დანაშაული რო ჩაიდინა ვიღაცამ ხო შენ ამას აფასებ კოდექსის მიხედვით კვალიფიკაციას აძლევ მაგრამ როგორ უნდა გამოიძიო რა მოქმედებები უნდა ჩაატარო ეს არის პროცესით რეგულირდება საპროცესო კოდექსით და პროცესი ისეთი რაღაცა არის ჩვენი პროცესი რომ გინდა აქედან მოაბავ იქაც გინდა იქიდან მოაბავ ყურს პროცესი არის ჩვენი პროცესი უკიდურესად წელვადი რა ნიკო კვარაცხელიაზე ადრეც ვილაპარაკე და ეხლაც იგივეს ვიტყვი რა რომ მაგ შემთხვევაში რომ გამოძიებას იმ წინა დანაშაულებებზე რომ ემოქმედა იმ შემთხვევაში მეც ვიყავი და ანუ ჩემ თავსაც მეც მეხება ეს მაგრამ მე მაშინ მოვყევი რაც იყო იქ და სიმართლე რაც იყო და როგორც იყო
მაშინ რომ მოეცათ საშუალება ვინმეს რომ აქ ვერ წყვიტავს მაგალითად მე რომელ თანამდებობაზეც ვიყავი საშუალო სამენეჯერო რგოლი ვერ წყვიტავს ეგეთ საკითხებს იმიტომ არის მეთქი ეს აი იმიტომ არის კატასტროფა რა ეს იმიტომ არის ბევრი რამე შესაძლებელი მეთქი მაგ სისტემაში და ყველაფერი შესაძლებელია ამერიკაში მაგალითად რომ დეტექტივს დაეწერება ერთი საქმე ხო ის არის იმ საქმის ყველაფერი და ის წყვიტავს ყველაფერს კაკულიების შემთხვევაში რა სანამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას მოახდენდნენ ხო მანამდე რაც ჩაიდინეს ის რო ყოფილიყო აი ესე ობიექტურად გამოძიებული ერთ ადამიანს ორჯერ დაჭრეს ხო კაცი ორჯერ დაჭრეს თავისუფლება ქონოდა ვერავინ ეს ვერ ხდება აი საშუალო სამენეჯერო რგოლი ხო ვერ წყვიტავს მანდ ვერაფერს ყველაფერი ეგეთი შემთხვევები ეგეთი მაგალითად ეგეთი პირები აი როგორ უნდა მოექცე რა სიტყვაზე აი როგორ უნდა იმუშაო შენ ვერ წყვიტავ ვერავინ ვერაფერს მანდ ვერ წყვიტავს ერთი სიტყვით მაგის თქმა მინდა რა ვერც დეტექტივი ვერაფერს ვერ წყვიტავს ვერც პოლიციის უფროსი ვერ წყვიტავდა ვერც იმის მოადგილე ვერ წყვიტავდა ვერაფერს ვერ წყვიტავდა და კაკულებს კაი ფარველებით ეყოლებოდა იმიტომ რომ ორი დანაშაული შეარჩინეს ჩვეულებრივად ორი დაჭრის საქმე ხო ხوار ვწდები ხო ის კიდე ცალკე საკითხავია როგორ შემოდიოდა საერთოდ და როგორ გადიოდა ის ცალკე საკითხავია მაგას ვიძახი მაგას მანდ მივდივარ ზუსტად რომ მაგასაც ეგ ქვეყანაში საერთოდ რო არ შემოსულიყო მაგალითად აი რა არაფერი პრობლემა არ იყო რომ საერთოდ მაგისთვის როგორც კანონის საფუძველზე საერთოდ რომ არის არასასურველი პიროვნება ხარ და არ გიშვებ იმიტომ რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ხარ ყველანაირი კანონიერი საფუძველი არსებობდა მაგრამ ეგ კიდე სად ცალკე რას და როგორ ალაგებდნენ ხო ეგ კიდე ცალკე თემა არის რა ჩვენს მაყურებელს შევახსენებ რომ აი ამ გადაცემის ქვემოთ დავლინკავთ აი კონკრეტულად იმ ნაწილს სადაც ძალიან კარგად ლაპარაკობ ამ კაკულიებზე და მთელ ვაკური კრიმინალის ანატომიაზე და თუ დაინტერესდებით ეს აუცილებლად ნახეთ იქ დეტალურად არის ყველაფერი ჩაშლილი ეხლა რაც შეეხება იგივე გიგავალიანის საქმეზეც გამორიცხული არის აი არ არსებობს უბრალოდ რომ აი ეს ბანდა ყოფილიყო აი ამ არასრულწლოვნების აი ეს რომ აი ეს ვითომ პედოფილების რავი წინააღმდეგ მებრძოლი არმია თუ რაღაცა ის რო ქონდათ არაფორმალური დაჯგუფება შექმნილი ესენი ესე ხალხს ხვდებოდნენ ესე ანუ ფიზიკურად უსწორდებოდნენ და სადმე რამე ინფორმაცია რო არ ყოფილიყო ვიდეოებს იღებდნენ და ავრცელებდნენ შიდა სისტემაში და ეხლა შიდა ქსელებში ხო და აი გამორიცხული არის უბრალოდ რა მაგრამ არავინ მაგაზე ყურადღებას არ შეიბერტყავდნენ არც ალიად აი მაგედან მაგ ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი ჩასულიყო რუსთაველზე და დამდგარიყო ერთი პროტესტის დღეს მაგალითად ერთ საღამოს 1 საათი დამდგარი იყო იქ და პლაკატი დაეჭირა რა მე ნახავდით სულ ყველა როგორ დაინტერესდებოდა ყველა მაგითი რა მაგრამ ეგ არც ალიად ეგეთი დანაშაულებისთვის არ არის დრო დაკავებული არიან არა დაუშვათ პრევენციული ღონისძიებებისთვის ან დანაშაულის გახსნაზე ესენი ორიენტირებული არიან მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების და განსხვავებული აზრის მქონე საზოგადოების დისკრედიტაციის და დევნაზე. ამაზე არიან თლიანად ორიენტირებულები. თორე ეგ დაჯგუფება და მასეთი დაჯგუფება მე ადრე გადაცემაშიც ვთქვი, ძალიან ბევრი არის თბილისში. განსაკუთრებით არასრულწლოვნების. და ეს ყველა დარეგისტრირებული, ყველა რეესტრი ამისი გაკეთებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უბრალოდ ვერაფერს და არაფერს არ აკეთებენ. რა სხვაობა არის ის ყურებ დაჭმუჭმულმა რომ რაღაც ის გააკეთა ორგანიზაცია, ხო? ანუ ვინ ეკითხება, ანუ ვისთვის არსებობს სახელმწიფო ინსტიტუციები იმისთვის არსებობს, რომ კულტურული მემკვიდრეობა იქნება, ეროვნული ფასეულობები იქნება, დამნაშავეები იქნება, ანუ ყველასე სახელმწიფო უნდა რეაგირებდეს და არა მაშინ ანუ ჩვენს გახდება დაუბრუნდებით ისევე ქვის ხანაში სადაც დაუშვათ ადამიანები დამოუკიდებლად ლინჩის წესით ასამართლებდნენ, ხო? და თვითონ იღებდნენ, ანუ მოსამართლეების თვითონ იყო. ანუ ნორმალურ სახელმწიფოში და ჩვენ, როდესაც ქართულ ოცნებას დავასრულებთ და იქნება საქართველოში პროგრესულად მოაზროვნე ხელისუფლება, ეს უნდა გააკეთოს, ანუ ეს სისტემა არსებული კონფიგურაციით, რომელიც არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მთლიანად შესაძლებელი არის, ანუ გულისხმობ სტრუქტურასაც, ფუნქციასაც
ზედამხედველობის ნაწილსაც და მერე დელეგირებულ უფლებამოვალეობებსაც. ანუ გამოძიება ცალკე უნდა გავიდეს. აუცილებელი არის, ანუ თანამედროვე სამყაროში, სადაც ხელოვნური ინტელექტით უამრავი რამე კეთება, ოპერაციებს აკეთებენ ხელოვნური ინტელექტით, რატო არ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის სიკეთეების გამოყენება შინაგან საქმეთა სამინისტროში მსგავსი აპლიკაციების გაკეთება და მოქალაქეებმა იცოდნენ დაუშვათ, შევიდნენ აპლიკაციაში და მარტივად ნახონ ეს რაღაცა მოძალადეები ვინები არიან, დამნაშავეები ვინები არიან და ასე მართვა ხდებოდეს. აი რასი თქვა უნდა, ის ვიდეოები რო ქონდათ გადაღებული იმ ბავშვებს, გიგა ავალიანის მკვლელობაში მონაწილე პირებს, ხო ქონდათ სხვადასხვა ვიდეოები გავრცელებული. იქ თანდა ერთ-ერთი ვიდეოში, რომ ეს ხდებოდა დასახლებულ პუნქტში, სკვერში, ანუ დასასვენებელ სივრცეში, სადაც ადამიანები იყვნენ. აი მაგალითად უნდა გაეხსნა იმ ადამიანს ის აპლიკაცია მოენიშნა ან დაერეკა 112-ში შეტყობინებაში შესულიყო, ანუ ისი თქვა მინდა, იცი ეკარო. აი კიდევ ერთხელ რომ გავმეორდეთ, ანუ ამაზე სახელმწიფომ თავის დროზე, აი 2003-2006 წლებში უამრავი რესურსი დახარჯა, რომ მოქალაქეობრივი შეგნება გამოეფხიზლებინა და გახსოვთ ხო ვიდეო რგოლები კეთდებოდა, რომ სახს რო ძარცვავენ უნდა დარეკო და არ უნდა დაიმალო დანაშაულს რო ხედავ შეტყობინება უნდა გააკეთო. ანუ ისევ იქ დაუბრუნდით, ანუ მოქალაქეებს დანაშაულზე სამოქალაქო რეაგირება და პასუხისმგებლობა არა აქვს, თორე იქ მაინდამაინც მის შვილს რო შეეხება და საკუთარი შვილი რო აღმოჩნდება გაფატრული, აი მერე გამოდიან, მერე იშიშვლებენ ხმალს და ასე შემდეგ. ხო, ანუ კი ბატონო, ეხლა ერთ რამეს დავამატებ, რომ ჯერ ერთი ეკა კუპატაძეს რო არ ეაქტიურა, არც ამ ბანდებს დაიჭერდნენ და საერთოდ ეს ამბავი არც გახმაურდებოდა. ეს ცალსახად. ისევე როგორც ზაზა სარალიძე. ხო, აი ზუსტად ეს მინდა. ეხლა გიორგი შაქარაშვილიც, დათუნა სარალიძე და ლევან დადუნაშვილიც. ეს ყველა ეს ახალგაზრდა ბავშვი, ნამდვილი ვარსკვლავი, ხო, აი გიორგის სახე და დათუნას სახე და ლევანის სახე ეხლაც არ ამომდის თვალებიდან. შეეწირდნენ ზუსტად აი ამ კრიმინალურ დაჯგუფებებს და კრიმინალურ მენტალიტეტს. ეხლა იმ დაჯგუფებაზე რო ლაპარაკობდი. რაღაც ძალადობრივი დაჯგუფება რო შეიქმნა, ხო? ანუ ეს იყო ქართული ოცხების გაცხადებული პოლიტიკა. თავიდან მოვიდნენ ამ ამნისტიით, რომლის შედეგებსაც ახლა ვიმკით. გამოუშვეს ვითომ ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრები. გვახსოვს როგორ რაღაცა პატარა მობილური რაზმები როგორ შეკრეს ამ პოლიტპატიმრებისგან, რომლებიც ვითომ შურს იძიებდნენ ნაციონალურ მოძრაობაზე. ასე დაიწყო ძალადობის კულტივირება თელ საზოგადოებაში. როდესაც თვითონ ხელისუფლება ამას აკეთებს, ყველა ასეთ ძალადობაზე ამბობს, რომ ეს უბრალოდ გაბრაზებული ხალხია და ამიტომ იძიებს შურს, ის 13, 14, 15, 16 წლის ბავშვი რას გააკეთებს? ის ხო დაუბრუნდება ამ კრიმინალურ სამყაროს. ის ხო ჩათვლის, რომ ეს მიღებული წესია და ზემოდან წამოსული სტიმულია, რომ მეც ესეთი უნდა ვიყო ამ საზოგადოებაში, რომ კაი ტიპი ვიყო და რომ გადავრჩე. ამ სტიმულს იღებს ის თინეიჯერი, ხო? და ზუსტად იგივეს აკეთებს. და ზუსტად ამ პატარა ბანდებმა შეიწირეს ეს არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭები. აი რა მოხდა გიორგი შაქარაშვილის შემთხვევაში, რო გავიხსენოთ. იჩხუბეს სადღაც ორმა დაჯგუფებამ აგარაკზე გიორგი შაქარაშვილი ეს მართლა არ ვიცი, ვარსკვლავივით და მზესავით ბიჭი არ ჩარეულა ამ ჩხუბში, გადაწყვიტა რომ გამორიდებოდა ამ ჩხუბს, წამოვიდა ფეხით რომ ტაქსი დაეჭირა, თბილისიდან გამოძახებული ბანდა ჩამოვიდა, ცემა მასთან ერთად კიდე სხვა პირებიც და ეს შემდეგ მისი გვამი იპოვეს რამდენიმე დღის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის გვამი იპოვეს დინარეში. იგივე დათუნა სარალიძის და ლევან დადუნაშვილის შემთხვევაში რა მოხდა? იჩხუბეს სკოლაში, გამოიძახეს ესეთი მორბენალი კრიმინალური პატარა ბანდა და ამას მოყვა ეს ყველა ეს ორი ახალგაზრდა ბიჭის კვლელობა. ჩვენ კიდე იცი რა არის პრობლემა სად გვაქვს მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საგამოძიებო ნაწილში ან საპროკურორო ზედამხედველობის ნაწილში არ არის. ეს არის სისტემური პრობლემები, ეკა რაც დღეს საქართველოში არსებობს. ანუ განათლების პრობლემაც ხდებით, იმიტომ რომ ამ ახალგაზრდებში არ მიმდინარეობს მუშაობა, სკოლებში არ არსებობს ფსიქოლოგები, ამ ადამიანებთან არც მშობლები მუშაობენ, არც სახელმწიფო არ მუშაობს. ხდებით რომ
ანუ ესეთი რაღაცა, ანუ რაღაც საყოფაცხოვრებოც არ არის, ამას ავიცი რა დავარქვათ, ხო? ანუ ამის გამო არ გაიმეტო თანატოლი მოსაკლავად. ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ მივდივართ იქამდე, რომ ეს არ არის ლოკალური პრობლემა, ან ერთი ეს რომელიმე არის ძალადობაზე დგას კოცების რეჟიმი და ბუნება ახალისებს ამას. ადამიანები დამოკიდებულები არიან სტიმულებზე, რომელიც მოდის სახელმწიფოსგან. სტიმულია, რომ თუ იქნები მოძველ ბიჭო, შავებს ჩაიცვალ, თავს გადაიპარსავ, რაღაცნაირად მოხრილი ივლი, ვიღაცას ცემ, უფრო კარგი ტიპი ხარ. უკვე აღარ არის სტიმული იმის, რომ რაღაც თუ ისწავლი, თუ კარგ განათლებას მიიღებ, თუ სხვა ტიპის ასე ვთქვათ, აქტივობებში ჩაებმები, კარგ კეთილშობილურ აქტივობებში, რა პერსპექტივა გაქვს ამ ქვეყანაში? ვისაც რამე პერსპექტივა ქონდა ის მასში დაასაქმეს კოლ-ცენტრებში და კიდევ უარესად გარყვნეს. აი, მოკლედ არ ვიცი, აი საქართველოში რო ხდება დღეს, სულ ამას ვიძახით, რომ მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, მოქალაქეებმა უნდა გაანალიზონ. ხურდს ქვია კანონიერი, პოლიციას ქვია კრიმინალური. მასწავლებლები საკვალიფიკაციო გამოცდებს ვერ აბარებენ, ექიმები დიაგნოზს ვერ სვამენ. ხალხი სასამართლოს კი არ მიმართავს საკითხის გასარკვევად, ქურდებს მიმართავენ. შობადობაზე მეტი გარდაცვალება გვაქვს. რა, ანუ მაინც და მაინც ერთ დღეს უნდა გავიღვიძოთ და ქვეყანა აღარ უნდა იყოს საერთოდ, რავი, გადაგვარების, გადაჯიშების, რუკიდან წაშლის ყველა საკითხი სახეზე არის. ანუ მეტი რა უნდა მოხდეს, ხდებით? ანუ კიდევ ერთხელ ვიძახი, ანუ აპოლიტიკურად რაღაცა კონკრეტული პარტიული გემოვნების მიღმა. აქ არის საკითხი, რომ საქართველოს კი არ კარგავთ და სახელმწიფოებრიობას კი არ კარგავთ რა, საქართველების გადაშენება ხდება, ეგა. და მილიონზე მეტი ემიგრანტი გასული ქვეყნიდან უდედოდ გაზრდილი, უმამოდ გაზრდილი, მორალური და ფიზიკური. უდედოდ და უმამოდ გაზრდილი თაობა და დაანგრეული უამრავი ოჯახი. ანუ მშობლები, დედები სადღაც მუშაობენ, ცოლები მუშაობენ, ქმრები ნარცაგორავებენ და აბა ომი გინდა სიძახიან, აქ ქმრები და რაღაცა გაუსაძლის პირობებში მუშაობენ და ცოლები რესტორნებში დარბიან და ასე, ანუ გაუბედურებული, ანუ მეტი ამაზე მეტი ტრაგედია რაც დღეს ჩვენს თავს ხდება და ბრუნავს მართლა წისქვილის ქვა ტრიალებს მარტო, ყველაფერი ხდება აბსოლუტურად, ხდებით? და ამას, ანუ აი ამ პროცესს რო უყურებს პირობითად ხოცი, აი სუპიჭამია ხოცი, რომელიც ან კარტოფილით იყიდა ივანიშვილმა, ან ხახვით იყიდა, ან სამასილარით, ან ასილარით, იმან უნდა იცოდეს ერთი რამე, რომ ივანიშვილმა რომ მისი ხმა იყიდა, ეს მარტო მისი ხმა კი არა, თვითონაც იყიდა და მას როცა უნდა მაშინ გაყიდის და მისი გაყიდვის ფასსაც თვითონ ივანიშვილი დაადგენს და უკვე ეს ხდება. ანუ დააკვირდით ქართული ოცნების პოლიტიკას, ანუ ამ ხალხის ხმები იყიდა მიზერულ ფასებში და ეხლა საქართველოს კაპიკებში ახურდავებს, თვითონ როგორც უნდა გაყიდეს. ანუ ჩვენთან ეს პრობლემებია, ეს ბავშვები, რომლებიც უამრავი შეწირული სიცოცხლე არ არის მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ან საგამოძიებო უწყების, ან რომელიღაცა ინსტიტუციის პრობლემა, ეს არის ეროვნული პრობლემა. ეს არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა. იძახიან ხომე ხშირად აქცენტი არის ხომე აი 9 წელზე ხომე რა და იმ 9 ადრეც ამაკ აი ადრეც ხო ვილაპარაკეთ მაგ თემაზე. საერთოდ არაფერი არ არსებობდა. ის პოლიცია რაც შევარნაძის პერიოდში იყო, ხო, ის იყო შეიარაღებული დაჯგუფება. იმას პოლიცია არ ერქვა. არაფრისგან შეიქმნა პოლიცია, რომელიც საპატრულო პოლიციაზე იძახიან ხოლმე ხშირად, თორე ის დანარჩენი ხო სასაზღვრო პოლიცია და ასე შემდეგ, კრიმინალური პოლიციაც მერე და ეს რეფორმა რაც გაკეთდა, ხო, ამას უნდა მერე გაგრძელება. მაგალითად, იმ დროს ხო, აი სისხლიან 9 წელს რო იძახიან, არასრულწლოვნების ინსპექტორები, არასრულწლოვნების სამმართველოდან შედიოდნენ სკოლებში და კითხულობდნენ დრო ქონათ გამოყოფილი და კითხულობდნენ ხოლმე ლექციებს სკოლებში, ოღონდ მაღალ კლასებში, მაგალითად, ადრე რო აი გიწევდა შევარნაძის დროს ამ სისხლის სამართლის საქმეების და
ამ დოკუმენტების მუშები უნდა დაგექირავებინა, რომ ესენი გეტარებინა აქეთ-იქით, ხო? შეიქმნა ელექტრონული სისტემა, დოკუმენტთა მიმოსვლის ელექტრონული სისტემა, გამოძიების ელექტრონული სისტემა შეიქმნა, რომ ზიან ეხლა და კომპიუტერზე რომ ბეჭდავენ, ხო? ესეც მაშინდელი მოგონი, მაშინდელი შექმნილი არის. მოისპო კორუფცია თითქმის შინაგან საქმეთა სამინისტროში განოლებული იყო. ეს ყველაფერი ამას უნდა და გააგრძელება მერე. ეს არ იყო ისეთი რომ ეს რეფორმა ერთი ჩავატარე და მორჩა და აღარაფერი აღარ ჭირდება. ამას მერე გააგრძელება უნდა და გაგრძელება კი არ მოხდა. ესენი რაც მოვიდნენ იმის მერე, ეს ხალხიც რომ გამოვიდა ამ ციხეებიდან, ციხეებზე პალაჟენია დაბრუნდაო მერე და უკვე არც ციხეების შიში აღარ არსებობდა. მოდაში შემოვიდა ეს ეგრეთ წოდებული პატარა სასჯელებით ციხეში შესვლა, ითვლებოდა ესე ვთქვათ საბლატაოდ ითვლებოდა რომ ეს შოკოლადნის როკი ერთი წლით თუ წავალ და წელიწადნახევრით თუ წავალ ციხეში და გამოვალ, პირიქით ეს ეთვლებოდათ რაღაცა აქტივში უფრო ითვლებოდა ვიდრე პასივში. ახალგაზრდობას შეიქმნა მაგალითები მერე, რომ აი ეს ახეული ფულებით ვიღაცებზე ახეული ფულებით ახეული წილებით ეს ხალხი რომელსაც კრიმინალური გზით მოიპოვეს ეს ფული მერე გადაიქცნენ წარმატებულ ბიზნესმენებად მერე ჩაიცვეს კოსტუმები ჩაიცვეს ისინი თეთრი საროჭკები და იმებზე ფუჟერით ხელში დადიოდნენ იმებზე და გახდნენ პატივცემული ბიზნესმენები ბევრმა ტრაგიკულად დაამთავრა მაგრამ იყო ხალხი რომელმაც აი ეს მერე აი ესეთი დანაშაულებრივი გზით ნაშოვნი ფული ხო ისევ გადმოიტანეს მერე და გახდნენ ეხლა დაიქვეს ბიზნესმენები და თავიანთი შეიარაღებული დაჯგუფებები ყავთ ეხლა ხო და ამას რო უყურებენ ამ მოზარდებს ხო ეს არის ამათთვის წარმატების მაგალითი რომ მე აი აქ ეს ჩემი მოზარდობის წლებს აი ამ კრიმინალური გზით ვიშოვი ფულს და მე ამ გავხდები მშენებელი გავხდები რავი სასტუმროების მფლობელი გავხდები ის და ის ვითომ არ ყოფილა ის წარსული ვითომ არ ყოფილა ამის ხო კონკრეტული სახელი და გვარები არსებობენ საქართველოში ვინც ყველაფერი იცის და ეს გახდა წარმატების მაგალითები რითიც რაზეც ოცნებობენ აი ეს ახალგაზრდები ხო მაგაზე ოცნებობენ ვისაც აი ეს კრიმინალური მიდრეკილება აქვს მით უმეტეს რომ აღარ ციხის შიში აღარ არსებობს ეს კანონმდებლობაც ისეთი გვაქვს რომ ყველაფრის საშუალებას იძლევა და აქედან წამოვიდა მერე რომ აი ამ ორგანიზებული დაჯგუფებები ეხლა რაც არის და აი ეს გახშირებული სროლა და დაჭრები და ეს ამბავი ხო ყველას თავისი კრიშა ყავს ყველას ვიღაცა ყავს საისთანღაც ყავს მფარველი ეს იციან და იმიტომ არიან თამამები თორე იქ თავის დროზე რო იცოდნენ რომ არავინა დაკრიშავდა და არავინ პატრონი არ აყევლებოდა და ხელს არ დააფარებდა იმიტომ იყო რომ ის დანაშაული მინიმუმამდე იყო მაშინ ჩამოწეული მით უმეტეს აი ზალადობრივი დანაშაული მაგრამ ეხლა მოხდა ისევ აი ამ ყველაფრის რომანტიზება ისევ აი ამ კრიმინალის ისევ ის ვერ გაულით გვერდს ვერ აულით რომ აი ამ კრიმინალური წრეებიდან ხო დიდი ნაწილი შეეკრა მთავრობასთან თანამშრომლობს დიდი ნაწილი არიან აი ესე თქვა აი ამ ქურდული გაგების და მენტალიტეტის ხალხის იქაც არიან თავისი კონსერვატორები ესე რომ დავარქვათ რომლებიც ძველი ყაიდის ქურდები არიან და ქურდული მენტალიტეტის რომლებიც ყველანაირ იმას თანამშრომლობის ფორმას და არჩევნებზე საარჩევნო უბნებზე აგიტაციას და ამ ყველაფერს ჩამოშორებულები არიან მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილი ხო არ ვიცი რაღაც პრაგონი იყო და ჩვენ ვერ გავიგეთ რომ იქ ნაცები არაქურდული იყო და არ შეიძლებოდა იმათთან თანამშრომლობა და ამათთან შეიძლება რაღაც ეგეთი გატარდა რომ გამგებელისგან შეიძლება ფულის აღება და თუ შენი ძმაკაცი არის სუსის თანამშრომელი იმის ხათრით შეიძლება არჩევნებზე რო წაეხმარო და რაღაცა და ეგ მოსულა რაღაც ეგეთი დაშვება გააკეთეს და შეიძლება არავინ არ ვიცით ეგეთი რაღაცა მოხდა თუ პირდაპირ უბრალოდ მე უფრო მგონია რომ პირდაპირ აი ესე პირდაპირ ფეხებზე დაიკიდეს ეს ყველაფერი ის ძველი ქურდული გაგებაც ისიც დაიკიდეს და ახალი როგორც იყო ახალი ის როგორც მოვიდა ახალი ამ ახალ გარემოებებს გადმოეწყნენ ახლა და აი ჩვენ თვალწინ ხდება ეგ რომ აი ისინი ვინც არ თანამშრომლობენ
აი ამ თავრობასთან. იმათ კი იჭერენ და აგე ფარულით ჩანაწერები გამოდის ხოლმე და აგე უამრავი შემთხვევა არის რომ აი ამ ქურდული სამყაროს წევრობაზე რომ იჭერენ. მაგრამ უფრო მეტი არის ვინც ჭირდება უბრალოდ სახელმწიფო ჭირდება იგივე არჩევნებისთვის, იგივე აი ეს ტიტუშკები, იგივე ეს ყველაფერი. აი გიორგი, შენ რო ისაუბრე 2012-დან, მან დღეს ერთი რამე გამოდაგაყდა, რომ ბევრი რამესთან ერთად შეიცვალა ის, რომ საპოლიციო სისტემაში ხელმძღვანელი პირების ლიდერშიპი არის მოშლილი. და ბევრ რამესთან ერთად შარვალი დამოკრდა, თმაზე ჟელე გაჩნდა და ანუ ამ ადამიანების მხრიდან ამ დანაშაულის მართვა ცოტა წარმოუდგენელი არის, ხვდები? ანუ მარტივი ლოგიკა არის, რომ აი ცხოველებში ეს ზედაფენას ეხება? ეს აქვს საუბრობ ზედაფენაზე ეკა, კი ბატონო. აი ცხოველებში, ცხოველები ლიდერად ირჩევენ ძლიერს, ხვდებით? და რა ვიცი, ჩვენთან ქართულმა ოცნებამ ესეთი ლიდერშიპი შექმნა, რაც უფრო იდიოტი ხარ და ჭკუა სუსტი, უფრო მეტად გაქვს შესაძლებლობა რომ განვითარდე და სამაგიეროდ, რა ვიცი, ასხიათ ჰერმესები, თავზე ჟელეები აქვს და სალიხელით კიდე საქმეებს არჩევენ და თემებს ალაგებენ და ანუ ესე რა გამოძიება უნდა გაიხსნას, რა კრიმინალი უნდა მოისპოს, რავი. აი წარმოიდგინე ერთი წუთით რომ შენ ახარ კრიმინალური სამყარო წარმომადგენელი და ჟელეიანი რაღაცა კოჭებამდე შარლებით და აი წარმოუდგენელი არის, ხვდები? ანუ აი ეს ადამიანი როგორ შეიძლება შენთვის იყოს პირობითად, რომელსაც შეიძლება გაუწიო ანგარიში და იმან შენ ან დაგაკავოს, ან პრევენცია მოახდინოს და ასე შემდეგ. ანუ ლიდერები, მებრძოლები, მეომრები, რომლებიც შეიძლება მაგალითი მისცეს, ანუ პოლიციელი კი მშვიდობიანობის პერიოდში ასრულებს მოვალეობას, რომ იმან ხომიანობის დროსაც უნდა იმოქმედოს. ანუ რომელი აი დღეს რომელსაც თქვენ ეკრანებზე უყურებთ, რომელი წარმოგიდგენიათ ფორმაში ავტომატით იარაღით ხელში და ბრძოლის ველზე გაშო. აი ხო, ვაჯა სირაძე, კი. უბრალოდ ის ჩაფხუს რო დაიფარებს, მე ჟელემ არ შეუშალოს ხელი. მაგაზე ხო ეს ხშირად არის ხოლმე რა, აი სოციალურ ქსელებში ხშირად ხვდება რომ მოქალაქეები აქცევენ მაგას ყურადღებას ხოლმე რა. რატო აქვთ ესეთი მეტყველების კულტურა? აი ესე რომ ქუჩის ბიჭისგან არ გამოირჩევიან, არ ჩაცმულობით, არც მეტყველებით, ასე შემდეგ. მაგათან რო კითხოს უყველას ხო არიან აი უაღრესად აი ეს მაღალი მენეჯმენტი ვინც არის რა აი ამ ძალოვნებში და აი ამ ზოგადად აი ამ სისტემაში ხო ვინც არიან რო კითხო რა ტრადიციული ღირებულებები აი ეს ოჯახური სიწმინდის და ამბავი და ესე თანაუგრძნობენ აი როცა არის ხომ ეგეთი ანუ აი ამ ალტინფოს გააქტიურება როცა ხდება და რაღაცა ხო ესენიც იმიტომ არიან ხომე რომ ისინიც ეს ალტინფოს ხალხიც იმიტომ გძნობს ამათ გვერდში დგომას რომ ვითომ ერთი ღირებულებები აქვთ რა ამ შემთხვევაში რა არც ერთი აი ხა მაგათ რომ არც ერთი არ იკლებს არც მანიკურს არც პედიკურს არც რა ვიცი იმას კოსმეტიკას და იმას რა ქვია სახის ეპილაციას ხო არაფერს არ იკლებს და არც ჯვირიანი ჩასაცმელი და ის დაყენებული სტოიკებით რო დადიან ხო ეს ყველაფერი აქვთ მერე შეძენილი ანუ ეს ხალხი ხო წარმოუდგენელი აი პირდაპირ ვიძახი რა ის რაც შეუძლებელი იყო იმ ნაცების პერიოდში ეხლა არის უდიდესი განსხვავება ამ ხალხის შემოსავლებს შორის აი რო შეადარო თანაფარდობა ხო მილიონრები გახდნენ ეს ხალხი გახდნენ რეალურად გახდნენ მილიონრები რა აქვთ უკვე ეს საშუალება შეექმნა და შეიცვალენ ხალხმა აი რა ვიცი ყველანაირად მარტო ის კი არა რომ ბინა და სიბერე უზრუნველყვეს უკვე და სიბერისთვის იწყობენ და რაღაცა რა დანაშაულის გახსნა არის ეს რაღაცა მათი დროის 20% რასაც იკავებს დანარჩენი არიან რაღაც ალტერნატიულ თემებზე გადართული რა ყველას თავისი მომავალი ბიზნესის აწყობა უნდა რაღაცა უნდა იქ მანიკურზია ჩაწერილი იქ რა ვიცი ჯიმშია ჩაწერილი და ჯიმში უნდა წავიდეს არა ჯიმში კი უნდა იარონ ისა ჯიმში უნდა იარონ ეს რიგითებიც რო უყურებენ ხო რიგითებიც რო უყურებენ რიგითებს არ აქვთ უმეტესად მაგის საშუალება რომ ჯიმში იარონ და მაგდენი გადაიხადონ და ეს რიგითებიც რო უყურებენ ხო იმიტომ არის მე მაკედან მოდის რომ
უმედ 50% თითქმის მანქანების ჩამოყვანით არის დაკავებული. ან რაღაცა მეორე ალტერნატიული რაღაცა აქვს შემოსავალი. ვიღაცას რეგიონებში ან რავი მეორე ის აქვს რომ რაღაცა აქვს ზოგს სამრეცხაო აქვს გახსნილი. უმეტესობას ეს მანქანების ჩამოყვანა და მანქანების გაყიდვა არის ეს მეორადი საქმიანობა, იმიტომ რომ ეს ხელფასი არ ყოფნით. უნდათ რომ დაეწინონ ამ უფროსებს, მაგრამ ვერ ეწევიან, ესენი ვერ ეწევიან, უყურებენ აი ამათ რა, რომ და ამათ კიდე ყველაფრის საშუალება აქვთ უკვე. ეს განსხვავება რიგისა და მაღალ მენეჯმენტს შორის ხო ძალიან აშკარა გახდა. აი ძალიან აშკარა გახდა რა. და რო უყურებს ახლა ეს რიგითი რომ ამ ხელმძღვანელს უყურებს და ახლა ხელმძღვანელი არ არის დაინტერესებული დანაშაულის გახსნით და ესეც აკეთებს თავის მინიმუმს რა. ხოდა გიორგი უყურებენ ხოლმე და გიორგი, მოდი ახლა მაშინ გადავიდეთ ზუსტად ჩვენ ვილაპარაკეთ შეიძლება და თუ არა პრევენცია ამ მკვლელობების და ახლა აი ამ ცნობილი საქმეების მაგალითზე შაქარაშვილის მკვლელობის, დათუნა სარალიძეს და ლევან დადუნაშვილის ასევე ცალკე უნდა გამოვყოთ მე მგონი 12 წლის ანის სიკვდილი, სადაც აი გადაცემას რომ მოусმინე და დედას რომ მოусმინე, ჩვენთან იყო ზურა ფარჯიანს ყავდა და ასევე გამომძიებელი ჟურნალისტი მასთან ერთად ლაშა კვესელაძე, უბრალოდ გავოგნდი ასეთი გულგრილობით. აი ეხლა მოგვიყევი რა ხდება დანაშაულის ჩადენის შემდეგ. ის ვიცით რომ თუ ოჯახის მშობელი არ აყვირდა და თუ მართლა რკინის ქალამნები არ ჩაიცვა ფეხზე, როგორიც იყო დათუნა სარალიძის მამის შემთხვევაში, როგორიც იყო გიგა ავალიანის დედის შემთხვევაში, ისე მიაფუჩეჩებენ ამ საქმეს, ერთ კაცს დაიჭერენ მართლა საჩვენებლად და ამით მთავრდება ყველაფერი. პირველი რაც ხდება ხოლმე რა, აი იმიტომ ვიძახი რომ დანაშაული რო ხდება წესით უნდა მოქმედებდეს პროცესი. ამ დროს უნდა იწყებოდეს საპროცესო კოდექსი, მოქმედებას უნდა იწყებდეს. მაგრამ არის აი ამ სტატისტიკით გონკაობამ და ამან მოიტანა ის რომ ლაიფ ჰაკები არსებობს. აი ეს წლებით უკვე დამუღამებულია ეს ლაიფ ჰაკები, როგორ უნდა იმოქმედოს პოლიციამ რომ აი ეს დანაშაული უცბად გახსნა, იქ სიმართლის გარკვევაზე არ არის. თავარია რომ პირველი ბრალდებული ყავდეს. ადამიანი გამზადებული ბრალის წასაყენებლად რა. თქვათ ადამიანი, აი თქვათ გარდაცვლილია, თქვათ თუ ისი არის დაზარალებული რომ ანუ ნაცემი არის თქვათ ან დაჭრილი არის რა. ან უკვე გარდაცვლილი შედის იმაში საავადმყოფოში. ჯერ საავადმყოფოში მიყავთ, მაინც სასწრაფო მოდის და საავადმყოფოში გადაყავთ და მერე გადაყავთ პროზექტურაში უკვე რა. ხო და ეს არ აქვს მნიშვნელობა დაჭრილია, მძიმე დაჭრილია, ნაცემია თუ გარდაცვლილია, ხო? დაზარალებული. პირველ რიგში ერთი თანამშრომელი გარბის უნდა გააყოლო ერთი თანამშრომელი რომ ამ დაზარალებულის ვინც არის გარდაცვლილი, დაჭრილი თუ ასე შემდეგ რომ სისხლი წამოიღოს შპრიცით. ეს არის აი მაგალითად ერთ მაგალითს ყვები რა, რომ წამოიღოს სისხლი, იმიტომ რომ ეს არის მე უტყუარი მტკიცებულება აქეთ ამ მხარეს რომ გაარკვე ვინები იყვნენ, ხო? იმის სისხლი აქეთ ამ მხარეს რომელიმე სტანსაცმელი ამოიღე, წაუსვი ეს სისხლი და დალუქე ისე მერე ეს სტანსაცმელი. ანუ დაზარალებული სისხლი ამის თავდამსხმელის სტანსაცმელზეა, შარვალზე არის. ესე იგი, ნახევრად საქმე გახსნილი არის. ნახევრად კი არა, ზოგან მარტო ეკტკიცებულება არის ხოლმე რა. მე ერთი მოწმის ჩვენებასაც მიაყოლებ ნებისმიერის და ეგ არის დანაშაული გახსნილი არის რა. აი ეს ეხლა ერთს გეუბნები ყველაზე მარტივ ისეთ რაღაცას რა, რაც ყველაზე ხშირად გამოიყენება ხოლმე რა. ხო და ეს ანუ რო შედის იქ რა, ექიმები ვალდებულები არიან რომ ეს სისხლი აუღონ რა, სინჯს უღებენ, იმას უღებენ და აქედან ეს პოლიციასაც მოაქვს შპრიცით ცოტაოდენი სისხლი რომ ის საკმარისია რომ ტანსაცმელზე წაუსვა რა. ხო და აი ესეთი მეთოდებით არის იხსნება დანაშაული რა. ეხლა ეს ყვები აი ყველაზე ისეთ მარტივ რაღაცას ვიძახი რა. ხო და იქ სადაც ეს კანონი არ მოქმედებს და იქ სადაც აი ამ კონკრეტული უფროსის
კეთილდღეობა იმას ეყოლება თუ არა კიდევ კარგი მანქანა, ეყოლება თუ არა კიდევ მძღოლი, ეყოლება თუ არა უფასო ბენზინი, ექნება თუ არა დამოკიდებულია იმაზე სტატისტიკა როგორ ექნება, ხო? აი მაგ შემთხვევაში ხო ის ყველაფერი იმას სიმართლე რაში აინტერესებს რა აინტერესებს აი ეგ რომ რაც თავარია იქ რო აქ მკვლელობა 1-0-ზე არ ეჯდეს და ეჯდეს 1-1-ზე გახსნილი რა ეს არის უბედურება რა ამ ყველაფრის რა თორე წესით ჩვენთან მოსახლეობას და ზოგადად საზოგადოებას ცოდავს ხოლმე როცა დანაშაული ხდება და მეორე დღიდანვე მაგალითად ჟურნალისტები იძახიან ხოლმე რომ მეორე დღიდანვე უნდა ხოლმე რომ გახსნილი იყოს დანაშაული რა დანაშაულის გახსნას მტკიცებულებების მოგროვებას ხო ამას ჭირდება დრო როგორც წესი ეს დროს მოითხოვს რა ხო და ამის დრო ხო რო აი ეს ჩხარა რო ითხოვენ საზოგადოებაზე და იმაზე ჟურნალისტების აზრი მაგ შემთხვევაში პოლიცია სულ არ აინტერესებს ხოლმე ამათ აინტერესებთ ხელმძღვანელობის აზრი რომ მინისტრამდე დროზე ავიდეს ინფორმაცია რომ ეს დანაშაული გახსნილი არის რაც მალიავა მით ყოჩაღი ბიჭი ხარ წესიერი ბიჭი ხარ ესე იგი დაწინაურებას იმსახურებ ის სიმართლე არის არ არის სიმართლე იმ ერთის გარდა სხვაც იყო კიდე არ იყო დამნაშავე ეს ეგ არის მეასე ხარისხოვანი უკვე რა მეორე შემთხვევაში აი არის ხოლმე ისე რომ კიდე მეორე უბედურება არის რომ მიმდინარეობს გამოძიება ეგეც ახლა ხალხმა რო არ იცის ხო გონიათ რომ ეს სწორი რაღაცა არის და ანუ ეს რელევანტური ფრაზა არის ასაც იძახიან ხოლმე სწორი არის რომ გამოძიება მიმდინარეობს რას ერჩით ახლა რა ეს გამოძიება მიმდინარეობს არაფერი იშვიათი საქმეები არის რომლებიც შეიძლება აეგრე გრძელდებოდეს წლები რო გრძელდებოდეს იმისა რა გამოძიება რო გრძელდებოდეს წლები რა აი მაგალითისთვის ვიტყვი პროსტა ადამიანს რო კონდეს წარმოდგენა რო კონდეთ მოქალაქეებს როგორ ამდენი ხანი შეიძლება გრძელდებოდეს გამოძიება რა აი ნორმალურად ხო ნორმალურ ქვეყნებში რა მაგალითად რა აი 88 წელს ლონდონთან ჩამოვარდა თვითმფრინავი 300 რაღაცა კაცი ტერორისტული აქტი იყო 12 წელი მიმდინარეობდა გამოძიება რა 10000 ადამიანი დაიკითხა 10000 ადამიანი 16 ქვეყანაში 9 მილიონი ნივთკიცება ამოიღეს 500000 ნივთკიცება იქნა ამოღებული 260 ადამიანი მოკვდა თვითმფრინავიდან და 11 ადგილობრივი რა და აი 12 წლის განმავლობაში ერთმა საგამოძიებო ჯგუფმა იმუშავა და აი ეს არის რა აი ამდენი 10000 ადამიანი 9 მილიონი ნივთკიცება და 9 მილიონი გვერდი გადაფურცლეს ანუ წაიკითხეს დოკუმენტი იყო 9 მილიონი და მილიონი ნივთკიცება მოიღეს აი რო კონდეთ წარმოდგენა რა და 12 წელი დაიკავა ამ ყველაფერმა რა ეს იყო ტერაქტი ეხლა გურამ დადიანიძეზე მაგალითად რო გადავიდეთ გამოძიება არის დაწყებული 2017-ში ეხლა გვაქვს რომელი წელია 2026 არის ხო 9 წელი არის გასული რა და აი ეს გამოძიება მიმდინარეობს ხო ეს არ არის ესე რომ უსაზღვროთ არ არის რა ეს იშვიათი რაღაცეები არის იშვიათი საქმეები არის უიშვიათესი რომლებსაც ჭირდება წლები გამოძიებას ძალიან თითზე ჩამოსათვლელი აი ესეთი რაღაცა უნდა იყოს ტერაქტია რაღაცა ეგეთი უნდა მოხდეს რა ბევრი მსხვერპლით რა თორე ძირითადად ხო ის წელიწადი და 2 წელი და 3 წელი არ უნდა გრძელდებოდეს რა ეგ საქმეები რო გავიხსენოთ ხო საერთო საქმიდან დაწყებული მე რატო შეიქმნა საგამოძიებო კომისია შაქარაშვილის საქმეზე კიდე ვინ არიან დაჭერილები ხო კიდე კაცმა არ იცის ბოდიში გიორგი მან დრო მედიის ასეთი ყურადღება არ ყოფილიყო შაქარაშვილის ამბავზე იქ წარმომიდგენია როგორ მიაფუჩეჩებდნენ მაშინ როდესაც აპრიორი განაცხადა ბიძამისმა რომ გამოძიებას ენდობა თავიდან ბოლომდე კი აი ადვოკატი გამოდგა და პირველ დღესვე იძახის რომ ვენდობი გამოძიებას ახლა რასაც მევყვები აი ესეთი გამოძიების ფარგლებში ხო ადვოკატი რო დადგება და აი დაზარალებულებმა იციან ხოლმე კიდე რა რომ აი ვენდობი გამოძიებას ან აი ისინი ცუდი პროკურორები იყვნენ და ეხლა კარგები მოვიდნენ იმათმა აი იქ გაიგო იმ ზევით არიწოდა სტალინმა თავარმა პროკურორმა არიწოდა და ეხლა ისინი გადააყენა ახლები კარგები დამინიშნა
არავინ ეგეთი რამე არ არსებობს, რომ იქ სადღაცას კარგი პროკურორები არიან, დამალული ყავს გვარაკიძეს და მე გამოაძრობს ხოლმე იმისავით ტუსკაროლივით ამოიღებს ხოლმე და მანამდე ეს ცუდი პროკურორები ყავს გამოგზავნილი. ყველა ერთია, ყველა ერთნაირად მუშაობს, ყველა ერთი სისტემით მუშაობს. უბრალოდ მან განსხვავება ისაა, რომ პროკურატურას კიდია სტატისტიკა, მაგათ არ თხოვენ და როგორც უნდა პროკურატურას, აი როგორც აწყობს და როგორც გაიღვიძებს და როგორც ჭირდება, ისე შეატრიალებს საქმეს და შსს ანერვიულებს სტატისტიკა რა. შსს იმიტომ წვალობს, რომ პირველივე მაგისი ამოცანა არის, რომ შსს ამოცანა არის, რომ პირველივე გამოკვეთოს ბრალდებული, ყველა მიტკიცება მე აასხას ამ ბრალდებულზე და გახსნილად გამოაცხადოს საქმე. და მე ეს პროკურატურა კი და მე პროკურატურა აი როგორც გამოვა დაზარალებულის ადვოკატი ან თვითონ დაზარალებული როგორც იყვირებს რა ხმამაღლათაც შეძრავს ქვეყანას ისე მე დაუმატებს და დაუმატებს მე დაზარალებულებს იმებს ბრალდებულებს რა თუ ხმამაღლა იყვირებ ხო ორს დაუმატებ კიდევ ხმამაღლა კიდე სამს დაგიმატებს და ესე შემდეგ აი ეს გამოძიება გვაქვს ეხლა იმიტომ ვიძახი ამის გადაკეთება ეს გრძელდება წლები დიღომში რომ მოხდა რა ეგეც ხო ჯერ ხო სანამ იპოვეს როგორც უგზო-უკლოდ ეგრე ეგონათ და ეგრე არა და როცა საერთოდ არასრულწლოვანს ეხება და შეტყობინება შემოგდის რომ დაიკარგა ხო წესით გამოძიება უნდა დაიწყო ეგრევე იმიტომ რომ არასრულწლოვანს ეხება საქმე სრულწლოვანზე არის რომ 24 საათი უნდა გავიდეს და მერე მაგრამ ამ შემთხვევაშიც ხო იყო აი ეგ როცა რაღაცა ხდება ხოლმე აი რავი რა ისე მიწევს ხოლმე რომ ანუ ადამიანებმა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა რეალურად და სწორი როგორ არის რა სწორად როგორ უნდა კეთდებოდეს იმიტომ რომ ეს რო არ უნდა ესე რო არ უნდა იყოს აი ისე მიწევს ხოლმე ეგ პარალელები რა რომ ფილმებში რო არის რომ დეტექტივები რომ მოდიან ორი სხვადასხვა განყოფილებიდან და რო ჩხუბობენ ამერიკულ ფილმებში რომ მე წავიღებ ამ საქმეს და არა ჩემია ეს საქმე საქართველოში არ არის ეგრე პირიქით არის არავის არ უნდა იმ საქმის შეტენვა და გამოძიების დაწყება. აი ეგრე მოქმედებს, ესე არის დეტექტივიც, გამომძიებელიც, ესე არის ექსპერტ კრიმინალისტიც, ესე არის მაშველებიც. თუ თავზე ვინმე არ დაადგა, ხო, აკეთებენ აუცილებელი მინიმუმს და ფორმალურს. თუ თავზე არ ადგას ვიღაცა ზევიდან და არ ეუნება რომ არა ესეც უნდა გააკეთო, არა ესეც უნდა გააკეთო, ხო? აკეთებენ ფორმალურად მინიმუმს და თავის მოვალეობას იხდიან რა და ლენდ შემოარყავენ ამ ბავშვის შემთხვევაში როგორც მოხდა 12 წლის ამის შემთხვევაში როგორც ზუსტად ეგ იყო პირველი საერთოდ პირველი 24 საათი არის ხომ მნიშვნელოვანი მაგ ბავშვის შემთხვევაში შემთხვევის ადგილის დათვალიერება იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი და მე რამოდენიმე ადვოკატებმა როგორც ათქვეს 2 თუ 3 თვის მერე თან რა ვიცი წვიმა იყო მოსულიო და ყველაფერი ანუ მერე დაიწყეს შემთხვევის ადგილის დათვალიერება ის ალბათ დამატებით დაათვალიერეს მაგრამ ის პირველი შემთხვევის ადგილი ხო ფაქტიურად არ დაუთვალიერებიათ რა ხო და მანდ ახლა ბაღში იყო ეს მომხდარი და შემთხვევის ადგილის დათვალიერება უნდა ხდებოდეს საათები როცა ეგეთი რაღაცა არის ხო და ესეთი არასრულწლოვანი არის გარდაცვლილი ხო ეს გრძელდება ხომ საათები აქ ჩართული არის 3 კრიმინალისტი და 4 კრიმინალისტი კი არა 40 კრიმინალისტი იღებენ 10 კვადრატული რო არის ხომ შემოღობილი 10 კვადრატული კი არ არის არის დიდი ფართობები შემოღობილი და იმის შიგნით აი თუ ფილმებში არის ხომ უბრალოდ ეგ კარგა და ფილმებში ჩანს და იმიტომ ვახსენებ ხომ ხშირად რომ აი ზოლში რო არიან ჩაწყობილები და კრიმინალისტები და ნაბიჯ რომ მიდიან დაჟე აი დაღუნულები მუხლებზე დგანან ხომ და ისე ეძებენ ყველა ნიტკიცებას და ყველა რაღაცას ყველა იმას რომ არაფერი არ გამორჩეთ სანტიმეტრ გადიან ყველაფერს აი შემთხვევის ადგილზე რა აი საქმე ვინმეს ეგეთი რამე უნახია ჩვენ ხდება ფორმალურად ეგ ყველაფერი რა მე იმასაც ვიღებ მხედველობაში ადრეც მაქვს ნათქვამი რომ გაუხსნელი დანაშაულები არსებობს ყველა დანაშაული არ იხსნება ეგრე ყველა დანაშაულის გახსნა რომ შესაძლებელი იყოს ხო დანაშაული საერთოდ არ იარსებებდა და დამნაშავე არ იარსებებდა რა დაახლოებით 25-30% დანაშაულის გახსნა არის ნორმალური მაჩვენებელი მაგრამ საქმე მაგაში კი არ არის საქმე იმაში არის რომ თვითონ აი აქ სისტემა არ ფუნქციონირებს ნორმალურად არ ფუნქციონირებს არასრულებს თავის მოვალეობას როგორც შესაძლებელი არის რა იმას რიგი თანამშრომლებს ფეხზე კიდიათ
რაც უნდა გააკეთონ ის საქმე, იმიტომ რომც გაიხსნა დანაშაული, ხო? რიგი თანამშრომლებს მადლობას ეუნებიან, აი ძალიან იშვიათ შემთხვევაში რა. მადლობას ეუნებიან უფროს, პრემია მისდის უფროს, ამას რიგიც თუ დაუჯდება 500 ლარი პრემია, იმას დაუჯდება 1000 ლარი უფროს. ხო და ეს არის წესი რა, მაგათი მუშაობის წესი არის რა და აი რა ამ პირობებში ახლა აი როგორ უნდა იმას იმიტომ იყო აი ეგ საქმეები ხო ყველა არის პირველივე დღეებში არის მან დაშვებული ბევრი ისინი რა შეცდომები და დარღვევები პირველივე დღეებში უნდა რომ გიgavalიანის დედა ხო მაგას აკეთებდა დაათვალიერეს თითქოს იქ ჩაატარეს ექსპერტიზა და მერე ეკამ აღმოაჩინა და ოჯახმა აღმოაჩინა თვითონ დანაშაულის ადგილზე ნივთკიცებები ხო და აი მაგას ვიძახი რა ზუსტად მაგას ვიძახი რა მე აღმოაჩინეს ნივთკიცებები მე ახლიდან 14 დღის მერე თუ ნუ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დღეც არ უნდა ყოფილიყო მე ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებას აზრი აღარ აქვს რა მით უმეტეს წვიმა რო არის მოსული და იქ ბაღში 1000 კაცს რო აქვს ნასიარულები იქ აზრი აღარ აქვს ისევე როგორც რო დაიკარგება ადამიანი ხო და უგზაუკლოდ დაკარგულთან როცა გვაქვს საქმე 48 საათში თუ არ იპოვე ხო მე იმის პოვნის შანსი არის მინიმალური ეს პრაქტიკაში არის ეს არ არის მარტო ქართული მაგალითი კი ბატონო და ბოლოსკე უნდა წავიდეთ და ბარემ გავიხსენოთ ის ამბავიც რომელშიდაც სახელმწიფოს უფრო სწორად თეილი სამართალდამცავი სტრუქტურების ჩართულობა ჩანს ეს არის ლევან კაჭარავას ბევრი ტილიკათი იცნობს მას სასტიკი მკვლელობა 20 სიტყვია ესროლეს და დღეს ველაპარაკებს ადვოკატს ხო წყნეთში ამავალ გზაზე სადღაც ბაგებთან ორივე მკვლელი გაიქცა და დღეს ბექა ბასილაიამ ადვოკატმა მითხრა რომ ვეკითხებიო რა ხდებაო საქმეზეო უბრალოდ პასუხსაც აღარ მცემენო უკვე ეხლა რაში გამოიხატება ჩართულობა სახელმწიფოს სტრუქტურების ამაში რომ იცოდნენ ზუსტად მისი გადაადგილება ზუსტი ინფორმაცია ქონდათ და მე გიორგი შენიტყვი როგორ შეიძლება ვინმეს ქონდეს ეს ინფორმაცია თუ მას უსიდან არავინ ეხმარება მით უმეტეს კაცი სხვა მანქანაში იჯდა და არა თავის მანქანაში და აბსოლუტურად არაფერი არ არის გაკეთებული ორი მკვლელი ისე მიიმალა ადგილიდან რა ვიცი საქართველოში დარჩა თუ საქართველოდან წავიდა მასზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს საერთოდ არ მიდის გამოძიება ფორმალურადაც კი. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა რომ მაშინვე დაუკავშირა ოჯახმა და ადვოკატმა ეს მკვლელობა ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ოღონდ ვარაუდის დონეზე და ეს ვარაუდი განუმტკიცდათ მათ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ 3 წლის შემდეგ მოხდა ეს მკვლელობა და აქაც ზუსტად იგივე სქემა მუშაობდა ჩასაფრება იცოდნენ ლევან ჯანგველაძის გადაადგილება და შემდეგ ეს ვიღაცა მკვლელი დაიჭირეს და ძალიან დიდი ხანი ამით დამთავრდა ეს საქმე მერე ივანიშვილი რო არ ან რუსეთიდან არ მიიღო რაღაცა ბრძანება ან თვითონ ჩემი აზრით მან ჩათვალა რომ მისმა გუნდის წევრებმა უღალატეს ფული ბევრი ჰქონდათ მკვლელობა დაგეგმეს მისი გვერდის ავლით და ჩათვალა რომ მის მკვლელობასაც დაგეგმავს ეს ხალხი და ამიტომ მიიღო მიაღებინა განსაკუთრებულად მკაცრი ზომები და ოღონდ ხელწერა იგივე არის, ამიტომ აქვს ოჯახს ეს და ადვოკატს ეს ფიქრი, რომ აქაც ზუსტად ეს ფარცხალაძე და მისი, ესე თქვა, გუნდი იყო ჩარეული, მისი კრიმინალური დაჯგუფება. ხო, ეგეც არის, აი კლასიკური შემთხვევა, ოჯახმა, ადვოკატმა არავინ არ იყვირა, რაც რეზონანსი არ მიეცა და ეგეც ისე არის ეგ საქმე. ისე ჩაიარა, თითქოს არ ყოფილა და თითქოს არაფერი არ მომხდარა რა. მანდ ჟორიკა რურუა ეგ სადაც მოხდა მკვლელობა სადაც მოხდა ხო რურუა დაიჭირეს დაახლოებით მანდაგით და არც ისე შორს და მაშინ ესე თქვეს რომ იქ აქციაზე დგომაოდა აქციიდან რომ მოდიოდა არაფერ შუაში არ არის უბრალოდ თუ აი ესე საეჭოთო იქ ეკიპაჟი იდგა პოლიციელები იდგნენ რომ საეჭოთ შეამჩნიესო რომ მოძრაობდაო და გააჩერეს და საეჭოთ უპოვეს გაუფორმებელი იარაღი ისა მაკაროვი უპოვეს რა და რა ვიცი ეგეთი რაღაცა რომ მოხდა ჩასაფრება და ანხელა ბიზნესმენი კაცი იმას აკნეს ჩაცხრილეს იქ აღარ მაგ დროს არ აღმოჩნდა იქ შემთხვევით პოლიციის ჯგუფი არ მოძრაობდა მაგ დროს რა
ხო და ეგ არის ძალიან საღამოს არავინ არ გაუჩხრეკიათ საერთოდ არსად. ხო და აი მანდ რატომღაც მაგ დროს არ აღმოჩნდა რა და აი იმდენად ხელში აი თვალში საცემი არის და იმდენად აი ნათელი არის ხომე რა ეგეთი შემთხვევები როცა ხდება ხო სად არის ინტერესი სახელმწიფოდან ვიღაცის და სად არ არის ინტერესი ხო და სად ჩვეულებრივი ის არის ანუ ჩვეულებრივი მოქალაქეებთან აგვაქვს საქმე და სადაც ანუ ჩვეულებრივად იქცევიან და სადაც სახელმწიფოს ინტერესი არის ხო აი ეგრევე სახეზეა ხომე რა წარმოუდგენელი არის ახლა პროსტა უბრალოდ არ შეიძლება ეგ ისეთი ადგილი არის დაკამერებული ახლა რაღაცა ისეთ ახალ სხვა არავინ არ ვიძახით ყველა დადის მაგზაზე და ყველა მიცის ეგ გზა ისე კონტროლდება წარმოუდგენელი არის მანდ რომ აი ტყიდან ჩამოვიდე და ისევ ტყეში ასულიყვნენ ხო აი ვერსად ვერ წახვალ მაქედან ისე რომ კამერებთან არ მოხვდე ეგ ისეთი ადგილი არის დაკამერებული არის მთელი ვაკე აი არ არსებობს ეგ დანაშაული რომ ეგრე გაუხსნელი იყოს თუ ინტერესი არ არსებობს თუ ვიღაცის ინტერესი არ არის რომ ეგ ეგრე დარჩენილიყო დიდი ალბათობით ეგ კიდევაც ჩამოსულები არიან კიდევაც შეასრულეს ეს კვლელობა და კიდევაც დატოვებული აქვს ქვეყანა ჩემი აზრით მაგრამ როგორც არ უნდა იყოს ხო და ის მკითხაობა რო არ დავიწყოთ ხო ეგ არის აი ძალიან უცნაური ამბავი რომ ეგ ადგილი კონკრეტულად მაგ ადგილას მომხდარი მკვლელობა გამორიცხული არის რა ფეხითაც ვერც მანქანით ვერცეთი გზით ვერ წავიდოდნენ რომ დამალულიყვნენ და ანუ რომ მაქსიმუმ 24 საათში რო არ ეპოვათ რა ხო და ეხლა აი მან არც ჭირდება გამომძიებლად მუშაობა და არც ჭირდება რომ სისტემის თანამშრომელი იყო უბრალოდ ადგილს რო შეხედავ ხო ეგრევე ყველაფერი ცხადია რა როგორც რურუას ჩადების საქმე რო ვახსენე ზუსტად იმ ადგილას მთელი ვაკე არის დაკამერებული ეხლა ზეპირათვით წლები გავატარე მან მაგ რაიონში მუშაობა ერთადერთი ადგილი არის ეგ სადაც კამერები არ უყურებდა მაინდა-მაინც იქ გააჩერეს და იქ უპოვეს და იქ ამოუღეს იარაღი სადაც ის პატარა მონაკვეთია დაკამერებული რო არის დანარჩენი სულ დაკამერებულია ხო და აი ამ შემთხვევაში აღმოჩნდა რომ ის თქვი გიორგი ის არის მნიშვნელოვანი რომ ანუ ამ ესეთი გადაადგილების მარშრუტები ანუ ამაზე ანუ ესე წარმოუდგენელი არის შიდა ინფორმაცია არის ეს ხო რა თქმა უნდა ხა სახელმწიფოს ინტერესს რო იზახი ზუსტად მაგიტო ვიძახი რა რომ მარტო ის კი არა რომ გამოუძებელი რო არ არის ანუ მარტო პოსტ ფაქტუმ კი არ ვიძახი რომ სახელმწიფომ არაფერი იმოქმედა მეთქი რა პირიქით მანდაც დიდი ეჭვი არსებობს რომ სახელმწიფოდან ვიღაცა სახელმწიფო სტრუქტურებიდან დაეხმარა ვიღაცა რომ ამის გადაადგილება დაედგინათ კონკრეტულად იმ დღეს სად იყო რომელი მანქანიდან მოდიოდა რომელი მანქანით მოდიოდა სად უნდა გამოევლო და ასე შემდეგ რა იმიტომ ვთქვი ეგ რომ მარტო პოსტ დანაშაულის მერე ის კი არა მანამდე ამ დანაშაულის რომ მომხდარიყო და ხელშეწყობაც ხო რაღაცა დიდი ეჭვი არსებობს რომ მაქედან იყო ეგეც სახელმწიფოს ინტერესი იყო რომ ეგ ადამიანი ვიღაცას უნდა მოეკლა ვიღაცას რა კონკრეტულად დაქირავებულ პირებს უნდა მოეკლათ რა ეგ ადამიანი იმიტომაც არის ეგ საქმე იმიტომაც აგდია ეგრე რა გაუხსნელა ისევე როგორც ლევან ჯანგველაძეს გადაადგილება ჩამოსვლა ანუ ზუსტად ადგილმდებარეობისა და დროის მიხედვით იცოდა ასე ვთქვათ იმ პიროვნებამ ხო ვინ მისცა საფრთხეების სამსახურმა დარწმუნებული ვარ აი მაგ მკვლელობის საქმეზე მაგ კაჭარავას მკვლელობის საქმეზე აი პირველი 2 დღე იქნება მან შემთხვევის ადგილი დათვალიერებული ოჯახის წევრების გამოკითხვა ძღოლი იქ 1-5-6 კაცი იქნება გამოკითხული და აი მან ექსპერტიზები დანიშნული მასრებზე და აი ეგ იქნება მან იქნება დამთავრებული აი რამდენი ხანი გავიდა იმის მერე ხო იმის მერე არაფერი არ იქნება მანქანაზე იქნება ეს ტრანსოლოგიური როგორც არის წესი ექსპერტიზები უბრალოდ დანიშნული რაც მერე არაფერს არ გაძლევს თუ მეტი არაფერს არ აკეთებ ეგ მარტო ექსპერტიზები კონდეს დანიშნული და იყავი და სასამართლო სამედიცინო იქნება მოსული კიდე ხო და მეორე კიდე ყველაზე ერთ-ერთი დიდი პრობლემა კიდე რაც არის ხოლმე მაგ საქმეებში და მკვლელობის საქმეებში სამხარეული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ინიშნება სამხარეული სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გვაქვს იქ ინიშნება ეს სასამართლო სამედიცინო გაკვეთას რასაც ეძახიან გვამის გაკვეთას რა
ადრე აი დიდი განსხვავება კიდე რა არის რა 2012 წლამდე მართლა ეგრე იყო ეხლა მაგასაც ეგ ჩემი მოგონილი ხო არ არის და რამე სხვა რო ამეტებ ვერავინ ვერ მიეკარებოდა სამხარაულს და ვერ ეტყოდი რომ ან დასკვნა დამიჩქარე ან ესე არა და ისე ჩამიწერე ან ესე ქენი ან ისე ქენი აი გამორიცხული იყო უბრალოდ ვინც არ უნდა შეგეწუხებინა ზევით აი მინისტრის ზონეზე და ვინც არ გამორიცხული იყო არავინ არ იმას იზავდა და ეხლა ეგეც მოიშალა რა ვიცი ხან და იმის ბიზნეს დაცვის უფროსი იყო მაგის დირექტორი ხან რავი იმის ძმაკაცი მერე აი ესე იქაც აი უფროსი ხო რა ვიცი 9 ჯერ გამოიცვალა და ერთი სიტყვით იქაც დასკვნები ყალბდება ჩვეულებრივად ყალბდება როგორ ნუ იცვლება რა და ეხლა ეგ ისეთი რაღაც არის მაგ დასკვნაში ერთი სიტყვა რო შეცვალო სრაერთოდ ყირაზე აყენებს მთელი იმას სისხლის სამართლის საქმეს რა და არ შეიძლება ნდობა სამხარაულის იმის ექსპერტიზის და არ არსებობს ალტერნატიული არსებობს ალტერნატიული რომელიც ფორმალურად არსებობს მაგრამ ისიც მაგათი არის რა მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი ექსპერტიზის ბიურო არსებობს მაგალითად ეს ლექსო ლაშქარავას მკვლელობის საქმეზე მაგას გადააბარეს ვითომ და მე მაშინ ვეჭვიშემენ მაგრამ ნუ მეტი არ იყო საქართველოში რა მაგრამ ისიც იგივე არის რა ისიც ჩათვალე რომ ისიც ობიექტური არ არის ხო და რეალურად ხო არ აქვს ალტერნატიული ექსპერტიზის ჩამტარებელი ქვეყანაში ანუ რაღაცა რომ მოხდეს და სიმართლის დადგენა რო დაგჭირდეს ხო უნდა საზღვარგარეთიდან ჩამოიყვანო რა ან საზღვარგარეთ უნდა ჩაატარებინო მაგრამ უნდა ჩამოიყვანო საშუალება ხო და აი ვის აქვს მაგდენი შესაძლებლობა რა და იმიტომ ვიძახი რა აი დასკვნის სახით იმიტომ ვიძახი რომ აი მაგას მეთქი არაფი ყველას შეეხება ეს აქ კოცი და ნაცზე არ არის ეს სისტემა იმდენად არის უკვე მონგრეული რომ ყველას შეეხება რა ყველას აი ეს უსამართლობა ხო და აი ეს სისტემა რომ ვერ იმოქმედა და ყველას შეეხება ადრე თუ გვიან ეს ვეღარ გადაკეთდება უნდა დაიშალოს ეს სისტემა ბოლომდე და უნდა ახალი უნდა შეიქმნას რა ეს მონურ მორჩილებაზე აწყობილი ეს სტრუქტურები ხო ეს უწყებები პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტრო რა ვიცი სუსი აი ეს ხო ვერ იმუშავებს იმიტომ რომ დამოუკიდებლად არ შეუძლიათ მოქმედება არის ჩამოკიდებული ერთ იმაზე აი ეს chain of command არის აწყობილი ისე რომ ვერც გამომძიებელი წვითავს ვერაფერს ვერც პროკურორი წვითავს მოქმედების თავისუფლება არ აქვს არავის და არიან აი ესე რა ერთი ადამიანი როგორც იტყვის და პოლიტიკურ ინტერესს როგორც მოერგება ეგრე აკეთებენ რა და ეგრე იძიებენ საქმეებს მოკლედ დავასრულოთ ამით მართვის მოდელი მიზანმიმართულად არის შექმნილი ერთი კაცის მმართველობა არის ეს და ამიტომ არის და ამას არის მორგებული მოკლედ ორი სიტყვით შეჯამების სახით სისტემა არის იმდენად ჩამპალი და იმდენად ძიმე მდგომარეობაში ხო როგორც გიორგიმ თქვა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თავისი საკანონმდებლო ბაზით მთლიანად ხელახლა უნდა აიწყოს აბსოლუტურად სხვა ტიპის კადრებზე და ეს იქნება ძალიან რთული, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელი საქმე. სხვანაირად ამ ქვეყანაში სამართლიანობას ვერავინ ვერ იპოვის აბსოლუტურად და კაცმა არ იცის ვის დაჭირდება ეს სამართლიანობა. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა ამით გემშვიდობებით. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა.